მოგესალმებით. ჰიდროსადგურების მშენებლობა მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს და სიმძლავრეები 9%-ით გაიზარდა ბოლო 5 წელიწადში. ამასთან, მშენებლობა ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ხდება, ხოლო განვითარებული ქვეყნები ძირითადად მოდერნიზაციას ახორციელებენ, ამასთან იზრდება ჰიდრომოაკუმულებელი სადგურების წილი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ქვეყნებს ურჩევს, რომ დანერგონ ჰიდროსადგურების მდგრადი სტანდარტები, განახორციელონ მათი მოდერნიზება და მარეგულირებელი სიმძლავრეების ზრდა. კომპენსაციის სქემებში კი ასახონ ჰესების მრავალმხრივი სარგებლები, როგორიც არის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგულირების საშუალება, კლიმატური ცვლილებების პირობებში კი წყლის, სასმელი წყლის და სარწყავი წყლის მართვა. ამისთვის მათ უნდა მოახდინონ EAP დაფინანსების მობილიზება და ყველანაირად შეუწყონ ხელი. საქართველოში ჰესების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დამკვიდრდა. მართალია აქტიურად მიმდინარეობს მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, მაგრამ პროტესტის და სუსტი მართვის პირობებში ვერცერთი დიდი წყალსაცავიანი პროექტი ვერ აშენდა. ამან გარდა სტრატეგიული ზიანისა, მხოლოდ ჯარიმის სახით მოიტანა 480 მილიონი დოლარი, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქისგან დაახლოებით 350 ლარის ექვივალენტია და გადასახდელია ინვესტორისთვის. მთავრობამ რამდენჯერმე გამოაცხადა პოლიტიკის გამკაცრება ამ მხრივ, თუმცა სისტემური პრობლემები სავარაუდოდ ჯერ კიდევ რჩება. ჩვენს მორიგ პოდკასტში ამ თემებზე ვისაუბრეთ დარგის კვალიფიციურ პროფესიონალებთან ერთად. მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენი ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის პოდკასტების სერიას. დღეს ვისაუბრებთ დიდი ჰესების პრობლემატიკაზე. დიდი ჰესების განვითარება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს იქ, სადაც არის შესაძლებელი. უფრო მეტიც ბოლო ტენდენციების მიხედვით ხდება განვითარება ასევე ჰიდრომოაკუმულებელი სადგურების, რომლებიც უნდა უზრუნველყოს დიდი სიმძლავრის, ქარის და მზის ენერგიის ჩართვა ქსელში. ჩვენთან საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ პრობლემატური მდგომარეობა არსებობს. დიდი ჰესები გახდა საზოგადოებრივი დაპირისპირების და ეკონომიკური, ფინანსური ზიანის ერთ-ერთი წყარო. როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, როგორ დავსახოთ სწორი განვითარების, მდგრადი განვითარების გზები და როგორ შევათანხმოთ სხვადასხვა დღეს დაპირისპირებული მხარეები, იმისთვის რომ ქვეყანას ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი ჰქონდეს. ამაზე სასაუბრად დღეს მოვიწვიეთ ენერგეტიკოსი, ბატონი დავით მირცხულავა, იურისტი, ქალბატონი მაკა ფარცვანია და გარემოს დამცველი კახა არცივაძე. მოდით პირდაპირ დავიწყებ შეკითხვებით და გადავალ შეკითხვებს ბატონ დავითთან. ბატონ დავით, რატომ არის წყალსაცავიანი ჰესები სტრატეგიული მნიშვნელობის, მათ შორის საქართველოსთვის და როგორ უნდა შევაფასოთ ის სარგებელი, რაც ამ ჰესებს შეუძლია საქართველოსთვის მოიტანოს? რამდენად ვენდოთ გლობალურ გამოცდილებას და გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით სათანადო, საიმედო და სანდო ენერგეტიკული სტრატეგია? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენ პირველ კითხვას ვასუხებ, რატომ არის დღეს აქტუალური წყალსაცავიანი, მე უფრო ფართოდ მანევრული ჰესები, მოქნილი ჰესები, რომელსაც წყალსაცავიან ჰესებს და აგრეთვე თქვენგან ახსენებ უკვე ჰიდროაკუმულაციას უწოდებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ იგივე კლიმატის ცვლილებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მოგესალმებათ არის შესაბამისი რეპერული წერტილები 2030 წელი, 2050 მთელი რიგი ქვეყნებისთვის, სადაც უარი არის წიაღისეულ საწვავზე საერთოდ თქმული და ამ მიზნებისკენ ყველა განვითარებული ქვეყანა და გეტყვით ასევე რომ არაგანვითარებული ქვეყნები განვითარებადიც მიიწევენ. აქედან გამომდინარე დგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროს ინტეგრაციას ენერგოსისტემაში.
ენერგოსისტემაში ინტეგრაციისთვის, როცა ეს სტოქასტური ბუნება აქვს ორივე ამ ენერგიას, მათ სჭირდებათ სწორედ მანევრული, მოქნილი, ესეც ვთქვარ, ტექნოლოგიები. აქედან ყველაზე ძველი და ყველაზე იაფი გრძელვადიან ამას თუ ავიღებთ, ამ ტექნოლოგიებიდან არის ჰიდროსადგურები, წყალსაცავიანი და ჰიდრომოაკუმულირებული სადგურები. უამრავი შეხვედრა ხდება, თქვათ, იგივე ევროპაში, იგივე სპეციალური ჩამოყალიბებულია ჰიდროენერგეტიკის ახლანდელი სტრატეგიის განვითარებისთვის უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ინტენსიურად, ბოლო 2 წელია, სწორედ ამ საკითხს იკვლევენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც, როცა ვაპირებთ და ვსაუბრობთ და თუ ჩვენ 10 წლიან გეგმას ან საერთოდ პერსპექტივას გადავხედავთ, უამრავი გეგმება, უამრავი ქარის და მზის ელექტროსადგურის ინტეგრაცია. 2000 არის შესაბამის კვლევა ჩატარებული, რომ სადღაც 750 მეგავატ-საათიანი მინიმუმ ჭირდება საქართველოს ენერგოსისტემას, რომ 27-28 წელში იმ რაოდენობის ქარის და მზის ინტეგრაცია მოახდინოს, რაც არის დაგეგმილი. და ძალიან ინტენსიურად მიდის, ეს მინდა აღვნიშნო, ქარის სადგურებზე, იგივე შიდა ქართლში ორივე მხარეს ავტოტრასის ორივე მხარეს შენდება დაახლოებით, ეხლა მშენებლობის ეტაპზე არის 450 მეგავატამდე ქარის სადგურები, აქედან ერთ-ერთი უკვე შევიდა და დღეს ტესტირების რეჟიმია ზემო სადგური, სადაც 3 დაიწყო ტესტირება ენერგოპროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თვითონ კომპანიის მონაწილეობით და მათ ინტეგრაციას ჭირდება აუცილებლად ესეთი მანევრული სადგურები. ეს არის როგორც სარეზერვო სიმძლავრე, ეს არის როგორც გართულებული სიხშირული რეგულირება და ასე შემდეგ. ესე რომ წყალსაცავიანი სადგურების, ჰიდროაკუმულაციური სადგურების მშენებლობის გარეშე ძალიან გაჭირდება და საკმაოდ დიდ პრობლემას შეუქმნის ეს განახლებადი ენერგიის წყაროს მთლიანად ენერგოსისტემას. ალბათ მაგან მახსოვრებათ 2025 წლის აპრილში ესპანეთში მომხდარი პრობლემა, როცა გაითიშა თითქმის 3 ქვეყანა, უბრალოდ გაითიშა ესპანეთი, გაითიშა პორტუგალია და გაითიშა სამხრეთი საფრანგეთის და ეს იყო სწორედ დაკავშირებული ინტეგრაციასთან ქარის უკაცრავად მზის სადგურების მოხდა გათიშვა და არ იყოს საკმარისი სარეზერვო სიმძლავრეები, რომელიც უნდა ყოფილიყო. ამიტომ არის, რომ დღეს ძალიან გააქტიურებულია. მე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჩავაგდე მაღალ სეისმურ ძალიან მცირე მიწიანი იაპონიაში, რომ 21-დან 23 წლამდე დაახლოებით 10 წყალსაცავიანი ჰიდროსადგური აშენდა კაშხლიანი ტიპის, აქედან ყველაზე მაღალი 129 მეტრიანი და საშუალოდ 50 მეტრიანი. და მე მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იაპონიას, იმიტომ რომ სეისმიკაზე ვფიქრობ, რომ კიდევ ვისაუბრო, 3000-მდე კაშხალია იაპონიის ტერიტორიაზე და მუდმივად შენდება და ფუნქციონალი ამათ, არა მარტო ჰიდროენერგეტიკული, არამედ კომპლექსური, ისეთივე როგორც ჯინვალია, რომელიც სასმელი წყალიც არის, საირიგაციოც არის და ასევე არის ენერგეტიკული დანიშნულების. პირველ რიგში წყალსაცავი არის, რომელიც წყლით ამარაგებს თბილისს. ასე რომ ჩვენთან რატომღაც მუდმივად იყო პრობლემა, რომ თითქოს დასავლეთ ევროპაში არაშენებდნენ, ან მსოფლიოში არაშენებდნენ, ძალიან ინტენსიურად შენდება, სადაც შესაძლებელია. არც ერთი ქვეყანა არ მიცემს თავს უფლებას, უნებრივია გრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, რომ სადაც არის ამის საშუალება, რომ იქ არ ააშენოს წყალსაცავი ან ჰიდროაკუმულაციური სადგური. ჩვენთანაც მოგეხსენებათ, რომ დღესაც განხილვაშია ენგურის ჰიდროაკუმულაციური სადგური, რომელიც მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული პროექტია. ასევე მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ხუდონის და ნამახვანის განხილვას. ხუდონის აუცილებლად, იმიტომ რომ მთავარ ენერგეტიკულ მდინარეს ენგურს ჭირდება ათვისება. კი ბატონო, მადლობა.
მოდით შევაჯამოთ ესე იგი პირველი თქვენ რაც დამეთ ეს არის კაფქოების შემცირება, რაც გლობალური კლიმატი და ამისთვის არის გლობალურად საინტერესო ჰიდროელექტროსადგურების განვითარება. მეორე, თქვენ საინტერესო რამე თქვით, რომ ჰიდრო არის უფრო იაფი ვიდრე ქარი და მზა და სხვათა შორის რეალურად ალბათ რომ დაუფიქრდეს ადამიანი მართლა ესეა გრძელვადიანი ყველა გათვლით რომ ეს აპროექტო გათვლები ხდება 10-15-20 წლის ინტერვალში ამ დროს ჰიდროსადგური მუშაობს ზემოაღჭარის სადგური 100 წლის ხდება ხო ანუ აი ამის გათვალისწინებით შეიძლება მართალი იყოს რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არის საშვილიშვილოდ უფრო იაფი. მერე ქარის დამზის ინტეგრაცია რაც თქვენ ბრძანეთ, რაც მეტი ენერგიის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ამაში აქ უნდა ვახსენოთ ასევე ის, რომ სავარაუდოდ ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი, იმიტომ რომ ჩვენი 80% ენერგიის არის იმპორტირებული. თანამედროვე ენერგეტიკული განვითარება ეს არის ელექტროფიკაცია უფრო დაჩქარებული ტემპით და ამიტომ გლობალური ტენდენციაც ასეთია, თქვენ ახსენეთ იაპონიის გამოცდილება. ერთი შეკითხვა მაინც რჩება, რომ ჩვენ გვაქვს თუ არა გათვლილი ეს ყველაფერი ჩვენი მოხმარება, ჩვენი მოთხოვნილება, გარე დამოკიდებულება გვაქვს თუ არა შეფასებული და ეს კითხვა ალბათ რჩება როგორც ერთ-ერთი მე მგონია გადაუწყვეტელი კითხვა, რომ სათანადოდ ჩემთვის არის რამდენიმე ძალიან კვალიფიციური კვლევა, რომელიც უნებრივია მე ადრეს გითხრა ფართო საზოგადოების არ არის, ერთ-ერთ კვლევაში არის, რომ 28 წლისთვის საქართველოს 750 მეგავატ-საათი დაჭირდება შენახვის ტექნოლოგიები, რომელიც სწრაფად როგორც ჰიდროაკუმულაციას, როგორც წყალსაცავს, ან უფრო სწრაფად როგორც ბატარეებს შენახოთ ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვას, ან სხვა ტექნოლოგიების. ინტეგრაცია თუ არ გვექნება ჰიდროაკუმულებელი, ან თუმცა რეალურად თუ გადავხედავთ ახლა საუკეთესო პირობებში დღეს რო იწყებოდეს მაგალითად ხუდონის მშენებლობა, ეს 8 წელიწადია, 8 წლის შემდეგ, კიდევ ჰიდროაკუმულაციის მშენებლობას ცოტა ნაკლები, მაგრამ 6 წელი და ნამახანსაც ასევე. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაღაც ტექნოლოგიური ნახტომი, აი იგივე შენახული ბატარეების მხრიდანაც უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ გარკვეული სიმძლავრეები შემოდის მზის და ქარის და ბუნებრივია ახლა ერთი ბატარეა, რომელიც ახლა დგება ქსანში 200 მეგავატ-საათიანი, 2 საათიანი ფუსურად, ესე იგი 400 მეგავატ-საათიანი მოცულობის ის შეასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკმარისი არ არის. მაყურებლისთვის რომ დავაზუსტოთ, ეს არის იმისთვის, სწორედ რომ დაარეგულიროს ქარის და მზის ცვალებადი სიმძლავრეები ქსელში. რაც სხვანაირად შეიძლებოდა ნაწილობრივ მაინც გაკეთებულიყო მაღუმრებელი ჰესების ან წყალსაცავიანი ჰესების მუშაობით. კეთილი. ერთი საკითხი ახლა მთავრობამ გამოაცხადა რამდენჯერმე რომ თვითონ აპირებს ესების განვითარებას, რაც არ ვიცი რომ რამდენად გამართლებულია, მაგრამ აქამდე განვითარება ხდებოდა კერძო ინვესტორების შემოყვანით და ზოგჯერ ეს გარკვეული წინააღმდეგობის ერთ-ერთი საბაბი იყო ასევე. რატო არის კერძო ინვესტორი უკეთესი? იმიტომ რომ ის დამატებითი თანხაში, რაც ქვეყანაში არ არის, ეკონომიკური ზრდისში პირდაპირ ისე აქვს, რა ქვია, წვლილი შეაქვს ამას, უცხო თანხა შემოდის ქვეყანაში და ებმება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების საქმეში, ამას ალბათ ეკონომისტებთან ერთად უფრო დეტალურად გავარკვევთ, მაგრამ ეხლა ალბათ მაგას მინდა ვკითხო, რა პრინციპებით უნდა იყოს დარეგულირებული ურთიერთობა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის, როგორ უნდა მუშაობდეს საჯარო კერძო პარტნიორობა და რამდენად იყო ჩვენთან ეს რამდენად არის დაცული და რამდენად გავხოცებდა. შედეგის ავალობა გვაქვს, იმიტომ რომ ჯარიმა მივიღეთ 430 მილიონი დოლარი, რაც ერთ კაცზე სადღაც 350 ერთ ადამიანზე თითოეულ ჩვენქანზე ეს არის სადღაც 350 დოლარის ზიანი. დიდი მადლობა პირველ რიგში შესაძლებლობისთვის.
თანამშრომლობით რთული არის ამ საკითხზე საუბარი მოკლე პერიოდში, ანუ მცირე დროში, მაგრამ შევეცდები, რომ დეტალურად განმარტო სახელმწიფო ინვესტორი მოსახლეობის და სახელმწიფო მოსახლეობის ურთიერთკავშირი. კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, ყველაფერი ასე თუ ისე მოწესრიგებულია, მაგრამ პირველი მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორი, როდესაც შემოდის სახელმწიფოში, ის არ ხვდება ამ სახელმწიფოში შემთხვევით. მას აუცილებლად რაღაცა ემოციური ან საქმიანი ურთიერთობა უკვე აქვს ამ ქვეყანასთან. და ინვესტორს უკვე გააზრებული აქვს და ზუსტად იცის, რომ მის მიერ შემოსული ინვესტიცია იქნება დაცული. რაც ნამახვანის შემთხვევაშიც მოხდა, ხო? ანუ ინვესტიცია დაცული დარჩა, სახელმწიფოს მიადგა, ასე ვთქვათ, ის ზიანი, რაც ძალიან სამწუხარო არის. თუმცა ენერგეტიკაში ვიტყვი, რომ ძალიან იშვიათად, რომ სახელმწიფოს არბიტრაჟამდე და დავამდე მიქონდეს საქმე, იმიტომ რომ დავა საკმაოდ დიდ თანხებზე მიდის და ყოველთვის სახელმწიფო ცდილობს, რომ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის შედგეს მოლაპარაკება და მიიღონ ის შედეგი, რაც ორივესთვის, ასე ვთქვათ, მისაღები იქნება. ინვესტორი, როდესაც შემოდის სახელმწიფოში, რატომღაც ქართულ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ ეს არის ფული, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარდეს. იმაზე არ ფიქრობენ, რომ ინვესტორმა ამ ფულისგან ასევე სარგებელი უნდა მიიღოს, რაც ალბათ ცოტა კარგად გასააზრებელია, რომ ეს არის მომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში და ამ ფულისგან მან ასევე უნდა მიიღოს სარგებელი. ხშირ შემთხვევაში გვიწევს იმაზე აპელირება, რომ ეს არის ქართული საქმე. აქ შემოდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია, არასწორი ინფორმირებულობა და სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გადამწყვეტი. რაში გამოიხატება ახლა სახელმწიფოს როლი? ვფიქრობ, რომ მან უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან სასაუბროდ, უნდა ხდებოდეს მისი, ასე ვთქვათ, დადებითი მხარეებზე აპელირება, აი ვთქვათ, იგივე ეხლაც არის ხომ რაღაცა პროექტი, სადაც სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაანახოს. ანუ ეს სანამ დაიწყება პროექტი, მანამდეც უნდა იყოს მუშაობა მოსახლეობასთან, იმიტომ რომ თავად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის რეგულირება არის ძალიან მკაფიო და მარტივი. ანუ მე არ ვიცი როგორ წარმოუდგენია ქართულ მოსახლეობას, როგორ ხდება ხელშეკრულების დადება, მაგრამ ამ ხელშეკრულებაზე მონაწილეობს ძალიან ბევრი ადამიანი, აბსოლუტურად ყველა სამინისტრო და შემდეგ მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებას. ამ ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი აქვს ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიცია სამართლებრივ დასკვნას, ხოლო ფინანსთა სამინისტრო რამდენად ფინანსური სარგებელი ექნება ქვეყანას, ინვესტიცია იქნება დაცული და ხო არ არსებობს როგორც ფინანსური, ისე სამართლებრივი რისკი. ხელშეკრულების დადების დროს ხშირად ამბობენ ხოლმე და ალბათ თუ მომეცემა საშუალება თვითონ ხელშეკრულების პირობებზე სიამოვნებით ვილაპარაკებ. ხელშეკრულების პირობები არის ძალიან რთული მოსალაპარაკებელი როგორც ინვესტორის მხრიდან, ისე სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ორივე ცდილობს, რომ მაქსიმალური მიიღოს და ბუნებრივია, რომ თუ არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მას უწევს რაღაცა გარკვეულ დათმობებზე წასვლა და ეს აბსოლუტურად ნორმალური და მისაღები არის. ასევე ინვესტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ინვესტორი პირველ რიგში შემოდის იმიტომ, რომ პროექტი განხორციელდეს. შემდეგ უკვე იწყებს ამ თავისი ინვესტიციის დაცვისთვის გარკვეული მექანიზმების ჩადებას. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემა არის ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით, მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ ჩემთვის ხელშეკრულება, რომელიც არსებობს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის, არის ის პირობები, რაზეც ინვესტორი დათანხმდა, რომ ამ პროექტის შემთხვევაში, აი ამ პირობებით განახორციელებს პროექტს და სახელმწიფოსთვის ეს არის
ის მნიშვნელოვანი ღირებული, ასე ვთქვათ, შედეგი, რისთვისაც ის მზად არის, რომ ამ პირობებზე წავიდეს. აქ ერთადერთი საკითხს, რასაც გამოვყოფდი, არ ვიცი თუ ძალიან გამიგრძელდა, არის მოსახლეობასთან ურთიერთობა, რაც ვფიქრობ, რომ რეალურად ძალიან პრობლემატურია და არ შემიძლია ავახსენო კანონპროექტი, რომელიც იქნა შემუშავებული სარგებლის განაწილებასთან მიმართებით და მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ვისურვებდი, რომ ყოფილიყო უფრო მჭიდრო, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში ინვესტორს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მოსახლეობასთან სასაუბროდ, მოსახლეობასთან, ასე ვთქვათ, იმ სარგებლის დანახვას, რაც პროექტი მოუტანს თავად მოსახლეობას და სახელმწიფოს და ვფიქრობ, რომ ინვესტორი ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაფიო მესიჯებს, დახმარებას და უფრო მეტ გამჭირვალობას, უფრო მეტ თამაშის წესების ზუსტად ცოდნას, რომ მოსახლეობას ინტერესი და ნდობა მეტი კონდეს სახელმწიფოდან, ანუ სახელმწიფოს მხრიდან. ამ თქვენ გზავნებთ, რომ კანონმდებლობით მეტნაკლებად დარეგულირებულია ყველაფერი, ოღონდ ერთი კანონპროექტი, რომელიც ახლა ახსენეთ, არის განხილვის პროცესში, რომელიც უფრო გააძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებას იმით, რომ მოხდება გაზიარება სარგებლისა, ამ პროექტებიდან მიღებული სარგებლისა. მნიშვნელოვანი საკონტრაქტო საკითხი არის, რომ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დარეგულირება ურთიერთობებისა საბოლოოდ ხდება უკვე ხელშეკრულების დონეზე, როდესაც ორივე მხარე იღებს თავის გადაწყვეტილებას, რომ რამდენად უღირს ამ პროექტში მონაწილეობა იმ პირობებით, რაც ხელშეკრულებებში არის ჩადებული და კიდევ ერთი ვგზავნეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბევრი უწყების და ადამიანების მონაწილეობა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ეს არ იყოს ვიღაცის პირადი დაინტერესება, არამედ ეს იყოს სახელმწიფოს იმ პოლიტიკის შესაბამისი, დღევანდელი პოლიტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელშიც ბევრი უწყება მონაწილეობს. დაახლოებით ეს შეიძლება აბსოლუტურად მართალია, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი პირადი გამოცდილება ხელშეკრულებებზე მუშაობის, რომელიც არის ურთულესი პროცესი, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ არის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ სახელმწიფოს ინტერესი დაიცავს, არის მეორე ჯგუფი, რომელიც ინვესტორის მხრიდან არის და ეს არის ძალიან ცოცხალი, ძალიან რთული, ხშირ შემთხვევაში დაძაბული, არაერთხელ ინვესტორი წასულა და შემდეგ მოbrunებულა გარკვეული დათმობებით და არის, რა თქმა უნდა, ის მექანიზმი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ რაც არ უნდა, ერთმა უწყებამ რაც არ უნდა ძალისხმევა გაწევს პროექტის განსახორციელებლად, ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე პროექტი უბრალოდ ვერ განხორციელდება. მათი მიზანში, შეიძლება ისინი იყვნენ, რა თქმა უნდა, ისინი თავის მოსაზრებას და თავიანთ რისკებს აფასებენ და მიზანშეწონილობიდან შემდეგ უკვე მთავრობა იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ბატონ კახოსთან მექნება, მე მგონი რთული შეკითხვა. რომ მინდა გთხოვოთ, იქნებ მოკლედ მან შეგვიჯამოთ აი ეს ძირითადი პრეტენზიები, ძირითადი პრობლემები, რასაც საპროტესტო პროტესტის მონაწილეები აყენებენ, რასაც გარემოსდამცველი პროფესიული ორგანიზაციები აყენებენ. აქ შეიძლება იყოს თქვა გამჭვირვალობაზე ერთ-ერთი შეკითხვა, მაგრამ ასევე ეკონომიკური სარგებლის განაწილების, მაგრამ აქვე არის სოციალური, გარემოსდაცვითი და სხვა თემები ბევრი, რომელსაც მოკლედ თუ დავგახმარებით, რომ აი მას გადავხედოთ, იქნება ძალიან კარგი. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მეც შევუერთდები მოსაზრებას, რომ ძალიან კარგი ფორმატია იმ მხრივ, რომ ყველაზე დიდი სირთულე, რაც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ზოგადად, არის ის, რომ სხვადასხვა პროფილის ადამიანები დავждეთ და ერთმანეთს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, წინასწარი ბრალდებების თუ იარაღების გარეშე ვესაუბროთ პროფესიონალურად, გავარჩიოთ და მოვისმენოთ ერთმანეთის პოზიცია და გავიზიაროთ ის გულისწყივილი სირთულეები, რომელიც გააჩნიათ ენერგეტიკოსებს, გააჩნიათ ინვესტორებს, გააჩნიათ სახელმწიფოს, გააჩნიათ გარემოსდამცველებს, ეს ძალიან კარგი იქნება.
იმიტომ რომ სამწუხაროდ თქვენ ძანეთ რომ აი რა ძირითად პრობლემა რა არის. მე ვფიქრობ რომ ძირითად პრობლემა მაინც დღეს საქართველოში არის ის რომ არის სხვა ჯგუფები, რომლებიც შეიძლება აბსოლუტურად სწორ რაღაცებს საუბრობდნენ თავისი სამრეკლოდან, მაგრამ ეს ჯგუფები ერთმანეთს არ ვესაუბრებით, ან თუ ესაუბრებით რაღაც პრეტენზიების რეჟიმში და საბოლოო ჯამში ფუჭდება ხშირად საქმე, რომ შეიძლება ან დაზარალდეს ინვესტორი, ან დაზარალდეს გარემო, ან დაზარალდეს სახელმწიფო, აი რაც ნამახვანზე თქვენ აღნიშნეთ, რომ ახლა 350 ლარი გუწევს თითო ადამიანს რო გადავიხადოთ იმის გამო, რომ რაღაც არასწორად გააკეთა ვიღაცამ. ხო, თავარი პრეტენზია ალბათ მაინც ის მომენტია, რომ ჩვენ გარემოს დამცველებს გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, წარმოდგენები ამ პროცესზე, რომელიც ემყარება მეცნიერულ მონაცემებს და თავარი მომენტი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ვაღიაროთ, სანამ სხვა, ასე ვთქვათ, ფუნდამენტურ საკითხებზე გადავალთ, არის ის, რომ ჰესების განვითარება ეს არის ძალიან სერიოზული ზეგავლენა გარემოზე. განსაკუთრებით დიდი ჰესების და მე რომ მკითხოს ახლა ბევრი ჩემი კოლეგა ამაში არ მეთანხმება, მაგრამ მე ვთვლი რომ მცირე ჰესების განვითარება კიდევ უფრო სერიოზული კატასტროფული შედეგების მომტანია, ვიდრე დიდი ჰესების განვითარება, ამის რომ შეიძლება გარკვეული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ღირდეს ერთი დიდი ჰესის აშენება, ვიდრე 20 პატარა ჰესის მშენებლობა, მაგრამ მე პირადად ჩემი აზრია. ორივე ჩაგერთვით 20 არასა, მცირე ჰესებს და აი თუნდაც ნამახვანს ერთმანეთს შეავდარებთ. ეს არის ერთი ნამახვანის მშენებლობა, არის 100 მცირე ჰესის მშენებლობა, იმიტომ რომ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე არის, რაც მცირედი იქნება 4 მეგავატი. ნუ სამწუხაროდ საქართველოში ითვლება რომ მცირე ჰესები მცირე ზიანს აყენებს გარემოს და სინამდვილეში ესე არ არის. საპირისპირო სიტუაცია გვაქვს სრულიად. მაგრამ აქ მეორე მომენტია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჰესების მშენებლობა ეს არის კატასტროფული ზეგავლენა გარემოზე. ბატონმა დავითმა აღნიშნა იქ იაპონიის მაგალითად, სადაც 3000 კაშხალი დგას, ხო? კი ბატონო, მე ჩემელი ესეთივე მაგალითად კალიფორნიაში 100-ზე მეტი კაშხალია მოტა, მაგრამ მე მეორე მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც კარგად აჩვენებს ამას რა მოყვება. იაპონიის ტყეებში არის 2-დან 3 სახეობამდე მერქნული მცენარე დარჩენილი. საქართველოში გვაქვს 400. რატო? იმიტომ რომ იქ მოხდა მთლიანი მოდიფიკაცია ბუნებრივი ჰაბიტატების. აი სწორედ აი ამ სერიოზული ზეგავლენის გამო საქართველოში არ არის ეს პროცესი ესე განვითარებული, ამის გამო ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტიპის ჰაბიტატები დიდი რაოდენობით, რომელიც დიდი ღირებულების, ასე ვთქვათ, საგანძურია სინამდვილეში ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ გარემოს დამცველები გამოვდივართ იმ ლოგიკიდან, რომ ეს ის მშენებლობა არის ძალიან სერიოზული ზეგავლენა გარემოზე და როდესაც ამაზე არის საუბარი, ახლა მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აი ენერგეტიკის განვითარება არ გჭირდება და აი ეს მომენტები ხშირად გვაბრალებენ გარემოს დამცველებს, რომ აი არაფერი არ უნდათ, ნახშირი არ უნდათ, ჰესი არ უნდათ, ატომი არ უნდათ, აბა რა უნდათ, ხო? ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ყველას გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თაობასთან რანახი გვაქვს რა არის ეს სიგნალეში და ენერგიის გარეშე ცხოვრება და არავის არ გვინდა ესეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ ეს არის ძალიან დიდი ღირებულების, ასე ვთქვათ, სიკეთე, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება და თუ საჭიროა რაღაცა აიგოს და აშენდეს და გვესმის ბევრ ადამიანს ესმის, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაშინ ეს, ასე რომ ვთქვათ, ჩიტი მძღვნად უნდა ღირდეს. ანუ სიკეთე, რომელსაც მიიღებს საზოგადოება და მიიღებს ქვეყანა და მიიღებს თუნდაც ინვესტორი, უნდა ღირდეს იმათ, რომ ჩვენ ამ სხეულზე უნდა წავიდეთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში ეს კონცეფცია არის რატომღაც დავიწყებული, რომ არის გაუთავებელი ლაპარაკი აი კომპენსაციაზე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აი ეს კომპენსაციები, რაზეც ჩვენ ვილაპარაკობთ, მე ხშირად ყავს სტუდენტებთან ეს მაგალითად ძალიან გავს აი ბანაშვიძე გვირგვინს რომ მიიტან ადამიანი, ხო? გარდაცვლილს ეს არაფერს სიკეთეს არ აძლევს, ჭირის უფლისთვის პრობლემა, იმიტომ რომ მე ამას მოვლა უნდა გადაყრა უნდა და ნუ ზოგადად ითვლება რომ რაღაც კარგია, ხო? აი კომპენსაცია მე ისე მაგალითები შემიძლია ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში ჩატარებული კომპენსაციაზე ლაპარაკობთ იქნება. როდესაც ლაპარაკია ჰესების მშენებლობაზე, ხშირად ზიანის კომპენსაციაზე, ასოხარი რაღაც ტექნიკურ ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც მინიმალურს, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაყავს მთელი ეს ზიანი.
არის კვლევები, მაგალითად ამას წინათ იყო ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც 100-მდე მსხვილი მდინარეზე განვითარებულ მოვლენებს სწავლობდა ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში, აფრიკის სანაპიროზე და ევროპის სანაპიროზე და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე 100-ზე მეტი დიდი მდინარე იქნა შეფასებული და მათზე განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც არ გილებს ზეგავლენის მდინარეს. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ რაზეა საუბარი, ხო? აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად 100% ამ ღონისძიებების ნულოვანი ეფექტურობის არის. რის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა ეს თავიდანვე გავითვალისწინოთ, რომ როდესაც მივდივართ რაღაცის მშენებლობაზე, იქ გვაქვს ძალიან სერიოზული ზიანი, რომელსაც ესე ადგილად ვერ ვაკომპენსირებთ. ამის ნულამდე დაყვანა თითქმის შეუძლებელია. არის ძალიან ბევრი ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გარკვეული შერბილება, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან რთულია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი განწყობა არის ესეთი, რომ თუ პროცესი იწყება, ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ საზოგადოებაც, ადგილობრივი მოსახლეობაც, სახელმწიფოც დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სიკეთე, რომელსაც მივიღებთ ყველანი, ამათ ღირს. და აი ეს პროცედურები, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, იწვევს აი ძალიან დიდ პრეტენზიებს ჩვენი მხრიდან, გარემოს დამცველების მხრიდან, რაც მე ხშირად გადაიზრდება ხოლმე აი ამ კონფლიქტებში, დაპირისპირებაში, მათ შორის იგივე საზოგადოების მომენტი. აი კაბინეტმა აღნიშნა ძალიან სწორედ, რომ ინვესტორს ეკონომიკური ინტერესი აქვს, ხო? ეს ფაქტიურად ჩვენ დიახ სწორია, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინვესტორი საქართველოში იმიტომ არ მოდის, რომ ჩემთვის რამე კარგი უნდა, მას უნდა ფულის გაკეთება. ეს 2x2-4-ია და თავი არავინ არ უნდა მოიტყუოს. მაგრამ მეც უნდა მივიღო გარკვეული ბენეფიტი, გარკვეული სარგებელი ქვეყანამ, საზოგადოებამ და ასე შემდეგ. ეს გლობალური პრობლემა, ეს არ არის საქართველოს პრობლემა, კარგად ცნობილია გარემოს დამცველებისთვის ეგრეთ წოდებული თემების ტრაგედიის კონცეფციით არის ცნობილი, როდესაც ბიზნესი იღებს მოგებას, მაგრამ აი ეს თემის საზოგადოება, რომელიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, არ იღებს იმ შესაბამის სიკეთეს, რომელიც შეესაბამება იმ დანაკარგს, რომელიც აი ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობას მოყვება. ამიტომ ჩვენი განწყობა არის ხშირად ესე, რომ როდესაც არსებობს გარკვეული პროცედურა, კანონმდებლობა, მოდი დავიცვათ ეს პროცედურა და კანონმდებლობა, გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. არა ერთმანეთს ბრალდებით, რომ აი შენ ისახარ რუსეთის აგენტი ხარ, შენ იმისი აგენტი ხარ და არა, ვისაუბროთ, გავარკვიოთ, ფაქტებს შევხედოთ და როდესაც საუბარია ძირითად პრობლემებზე, სამწუხაროდ მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხშირად სახელმწიფო გამოდის ესეთი პოზიციიდან, რომ იცით რა, მე ხა ინვესტიცია, მე მესმის, რომ ინვესტიცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ეს არის კურსის შენარჩუნება, ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნება, რაც ვარდნა აღნიშნა იქ დამატებითი სიმძლავრეები, ხა მე არა ვარ ამ სპეციალისტი, ვერ დავიწყებ ამაზე დავას. არ გჭირდება, არ გჭირდება, ჩავთვალოთ რომ გჭირდება, ხო? თქვა ხო, ამას გჭირდება შესაბამისი პროცედურების გავლა და თუ ეს პროცედურები იძახის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაშინ ამის გაკეთება არ შეიძლება და იქამდე არ უნდა დავიდეს ყველაფერი, რომ აი თქვათ ვიღაცამ იძახოს რა იგია ჩიტის გამო არ მაშენებინებ 400 მეგავატიან საბუთს, ხო? თუ კანონი იძახის, რომ ჩიტის გამო არ შეიძლება ამის აშენება, ესე იგი არ შეიძლება ამის აშენება. აქამდე დადეს ყველაფერი. და როდესაც აი ეს პროცედურები არ არის დაცული და ამაზე ჩვენ ვიწყებთ ჩხუბს, მე ამას მოყვება ყველა მხრიდან უსიამოვნებები, ინვესტორის ზარალობს, ქვეყანა ზარალობს, ადგილობრივი თემი ზიანდება, ეკონომიკა ზიანობს, გარემოც შეიძლება დაზიანდეს, იმიტომ რომ თქვა ჩვენი მოთხოვნები და პრეტენზიები ამა თუ იმ საკითხზე არ იქნეს გათვალისწინებული. უბრალოდ ჩემი სამრეკლოდან საკითხი ესე ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ძვირფასი განძი ბუნების სახით, რომელსაც მინდა რომ გავუფრთხილდე მაქსიმალურად. ეს მარტივი თემა არ არის. და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ და ამით დავამთავრებ ავსტრიის მოგეხსენებათ, ავსტრია არ არის ქვეყანა, რომელიც არადემოკრატიულია, არ განვითარების მაღალ სტანდარტებს არ იცავს, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ასე შემდეგ. შეფასებული იქნა 80 მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის, ასე ვთქვათ, პირობები, რამდენად შეესაბამებოდა წყლის ჩართვა დირექტივას ევროკავშირის. აღმოჩნდა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ახლა შენდება 2023 წლის კვლევა, 23 წლის შედეგების კვლევა.
რამდენად რთულია ეს პროცესი უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ. ამის თქმა მინდა. ევროპაშიც კი ევროკავშირში ავსტრია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წინწასული ქვეყანაა ხო მსოფლიოში ალბათ რა ვიცი როგორც დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ისე გარემოს დაცვითი სტანდარტებითაც კი ვერ ხერხდება იმ მოთხოვნების დაცვა რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვის საკითხთან. ეს ძალიან რთული და კომპლექსური თემაა. ამისი მარტივად მოგვარება, სწრაფად მოგვარება არ გამოდის. თუ სწრაფად ვაგვარებთ, მაშინ ინვესტორის ინტერესებით გამოვდივართ, რაც ხშირად საქართველოში ხდებოდა ხოლმე. და მაშინ ყოფილია გარემოს დაცვის სტანდარტები და საზოგადოების სტანდარტები. აი ეს პროცესი არის, რომელიც ესე მარტივი გადასაწყვეტი არ არის პირდაპირ გეტყვით, ამაზე მზა რეცეპტი არ არსებობს. მე მესმის ენერგეტიკოსებს თავისი მოთხოვნები აქვთ, გასაგებია, მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის, რომელიც რაღაცნაირად უნდა იქნეს გათვალისწინებული და მარტივი არ არის. ანუ თქვენ საკმაოდ რთული ამოცანა დააყენეთ ახლა რა. ერთი რომ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მეტნაკლებად გამართულია, შეგვიძლია ვთქვათ. Ну, საქართველოში ერთხელ დღეს რაც არსებობს კანონმდებლობა, ამ ბოლო პერიოდში ბევრი რაღაცა პირაზეც გამართულია სამწუხაროდ, მაგრამ ბევრი ევროპული, ასე ვთქვათ, სტანდარტებით და დირექტივით შემუშავებულია, თუნდაც ახლა გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა, ეგრეთ წოდებული გეზეშის პროცედურა, ну, ევროდირექტივას ეყრდნობა, ვთქვათ, იგივე წყლის ახალი კანონი ევროდირექტივას ეყრდნობა, იქ ჰაბიტატების ფრინველების დირექტივა, რომელიც ბიომრავალფეროვნების კანონში გვინდოდა რომ ინტეგრირებული ფორმაც აერშია ჯერ კიდევ. ცოტათი მოგვიანებით კიდე ჩაურმავდეთ. კი ბატონო, მაგრამ რაღაცები გვაქვს, მაგრამ აღსრულება მეორე თემაა. მე ყოფილი ვარ იმის მოწმე, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს გარემოს დაცვის სამინისტრო და ვთქვათ, ბევრი სტანდარტი არის დარღვეული. იმიტომ რომ, ну, ვთქვათ, იქ რაღაცა პოლიტიკური ინტერესი ან ინვესტორი საჭიროა, რომ ინვესტორი არ გაგვექცეს და ასე შემდეგ. და გარემოს დაცვის სტანდარტები უკან რჩება. აი ესეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მე ჩვენი მხრიდანაც პრეტენზიებს აჩენს და ეს გადაიზრდება პროტესტში, გადაიზრდება ეგ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რომელსაც ხშირად გარემოს დაცვით და ესეთი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ ჩნდება ის, რაც რისი მოწმენით ვიყავით თუნდაც ნამოხვანის შემთხვევაში, ხო? კი ბატონო. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ გაყოფილია ინტერესთა ჯგუფები და მათ შორის ურთიერთობა და საუბარი არ ხდება. და ხდება მარტო პრეტენზიების აღანება და რომ ამ ურთიერთობის და დიალოგის საფუძველი უნდა იყოს ფაქტები, უნდა იყოს მონაცემები, უნდა იყოს კანონები და ეს ორივე სხვადასხვა ეს ხშირად არის სამწუხაროდ ძალიან პოლიტიზირებულია ხოლმე სიტუაცია და იგივე პროტესტის მხრიდანაც ხანდახანობით არის მაგის აღიარებაც საჭიროა, რომ ხანდახანობით არის ხოლმე რაღაც ძალიან პოპულისტური განცხადებები ხშირად. კი ბატონო. ერთ-ერთი აი პრეტენზიების დიდი ნაწილი ეს იყო უსაფრთხოება, ტექნიკური სტანდარტები, ჩვენ გვახსოვს ეს 30 მეტრიანი ტალღა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამიტომ მინდა ბატონ დაუსვამ მე შეკითხვა, რამდენად ვართ ჩვენ საინჟინრო მხრივ მომზადებული საქართველოს იმისთვის, რომ კერძოდ დიდი ჰესების პროექტები განხორციელდეს უსაფრთხოდ, ამჯერად არ ვაპარაკობთ გარემოს დაცვით და არა, თუნდაც გარემოს დაცვით მინდა. კი ბატონო, გარემოს დაცვით. უსაფრთხოდ მოსახლეობისთვის გარემოს ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. კი ბატონო. ყველა პროექტი, რომელიც დიდ პროექტებზე საუბრობ და მე წყალსაცავენი მაინტერესებს. ყველა ეს პროექტი გაკეთებულია მსოფლიოს საუკეთესო, ყოველ შემთხვევაში ტოპ-20-ში რო შედის იმ პროექტანტების, იმ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიების. ეს არ გეტყვით ახლა დავიწყებ ხუდონზე. ხუდონზე შექმნილი იყო ასეთივე საერთაშორისო სტირინგ კომიტეტი, სადაც შედიოდნენ ყველაზე დიდი სპეციალისტები, თითო მიმართულებით, ჰიდროლოგი, გეოლოგი და ასე შემდეგ. ჩამოთვლი ეს იყო ინვესტორის მიერ მობილიზებული. ეს არა მარტო ინვესტორის, ეს იყო სახელმწიფო და ინვესტორის შორის ჩადებული იყო, რომ ეს სტირინგ კომიტეტი აწოდებდა, მიაწოდებდა პროექტის მეტის პროექტის შეფასებას აკეთებდნენ ეს პროექტი. ეს პრაქტიკა ეხლაც არის მაგალითად ენერგეტიკაში, ეხლა გარკვეული კვლევები მიმდინარეობს ეხლა ენგურზე, ძალიან მაღალ პროფესიონალური და ძალიან კარგი
კომპანიები ფრანგული, გერმანული და ასე შემდეგ აკეთებენ და იქაც არის შექმნილი შესაბამისი საერთაშორისო ტენი კომიტეტი, რომელიც ამას აფასებს და შემდეგ მთელ საბჭოს, ვინც არის შექმნილი ენგურთან დაკავშირებით, მათ წარუდგენს. ამიტომ პრობლემა რომ პროექტირებაში იგივე ნამახვანთან შეიძლება მე სუფთა ენერგეტიკული თვალსაზრისით გარკვეული კითხვები და პრეტენზიები მქონდეს, სტუდიო პიტერანჯელი ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ევროპის და მათი გაკეთებული იყო ეს სამუშაო. მეცად გეტყვით, აი ძირითადად იყო სეისმოლოგიაზე იყო საუბარი. როდესაც მე საერთაშორისო მაღალი კაშხლების სეისმოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერს მარტინ ვილენს გაუგზავნა ის რაც გაკეთდა ნამახვანზე, პირდაპირ შემიძლია წარმოგენით, დავით, თქვენ ებურებსო ეთყობა ესურით, იმიტომ რომ მსგავსი კვლევა მსოფლიოში არცეთ ასეთ ობიექტში არ გაკეთებულა და ამ წერილს შემიძლია წარმოგიდგინო, ადრეც გითხარი რომ მაქვს ესერი და შემიძლია და მარტინ თუ ჩამოვა მინდა რომ რაღაცა ესეთი ის გავაკეთო. რაც შეეხება იგივე 25 მეტრიან ტავლას და მე ამაზე არ მაქვს საუბარი, მინდა პროფესიული კამათი რატო არ არის. გემახსოვრება ნამახვანთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან იყო პრეტენზია, რომ რატო არ არის კვლევები გახსნეს ეს კვლევები 300-მდე ადამიანი მოვიდა, ისინი ვინც ყველაზე მეტს აქტიურობდნენ, შენ ზამდებოდი და თქვენც იყავი 300-მდე ადამიანი შეიძლება მეტებში. დაურიგეს ყველას. ფლეშკაზე, იურიდიული, გარემოს დაცვითი, საინჟინრო გათვლები, ყველაფერი იყო, ყველა კვლევა რაც ნამახვანთან იყო დაკავშირებული. და იქ დამსწრება რომ ჩვენ ერთი თვის ვადაში ყველა თავთავისი მიმართულებით წავიკითხავთ და წარმოვადგენთ დასკვნას, რეკომენდაციას შენიშვნებს. ერთადერთი შევიდა ერთადერთი ანგარიში და ისიც თქვენმა მონამორჩილმა გააკეთეთ და ზარვოდი. მეც არავის ამ დროს იქ გამოდიოდა რომ აი ამას შევისწავლით, ამას წავიკითხავთ, ამას და ესე უნდა გააკეთეს გეოლოგიიდან დაწყებით. დას ჩვენ მაინც უფრო სისტემურ პრობლემას. არა, ესე სისტემური არა, რას ჩვენ აქედან რომ წამკითხავი არ არის ამ ქვეყანაში. ბევრი არ კითხულობს იმას, რაც პრეტენზიას ასწავლებს და ამიტომ მე არ მახსოვს ეხლა, ხო? დაწყებული ხუდონის პირველი პროექტიდან. და მე არ მახსოვს პროფესიული კამათი, არც ერთ თემას. როცა ეკოლოგიურ ხარჯზე მე ენერგეტიკოსი მიდივარ და ვიცავ გარემოს და მე არ მახსოვს რომ გვერდით დამდგმოდა რომელიმე გარემოს დამცველი. და ჩამოთვლილი ვარ ფესები სადაც ვამბობდი რომ მე ენერგეტიკოსი ვარ და ეკოლოგიური ხარჯები არ ესეთი რამე. ამიტომ ვამბობ რომ აქ სისტემური პრობლემა არის, მაგრამ სხვა მიმართულებით არის ეს პრობლემა. არც ნამახვანზე, არც ხუდონზე, არც ჰიდროაკუმულაციაზე მე არ მინახია რომ რაიმე პროფესიული იყო, რამდენიმე იყო, როცა შევიკრიბა და თქვა იგივე რაც ვფიქრობ, რა პრეტენზია შეიძლება ნამახვანთან, იგივე რეჟიმებთან დაკავშირებით, ქონდა გარკვეული პრობლემა სხვა ჰესებთან მიმართებაში. ნორმალმა იცის ეს და ეს ქონდა ნათქვამი სტუდიო პიტერანჯელის და ისედაც გამოთქმული, მაგრამ მე არ მახსოვს რომ პროფესიული კამათი დისკუსია გამართული. მეცაც გეტყვით ევროკავშირის მედიაცია თქვენ ამბობთ რომ ის პრეტენზიები თქვათ საინჟინრო სამეცნიერო უზრუნველყოფის მიმართ არ არის დასაბუთებული იმიტომ რომ ამას უკან დგანან საერთაშორისო უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტები და მათი ნამუშევრები და ასევე ამბობთ იმას რომ ეს კრიტიკა არ არის რეალურად დასაბუთებული რაიმე არგუმენტებით. რა თქმა უნდა, საინჟინრო ნაწილზე კიდევ ვიტყვი ერთს რომ აი საინჟინრო ნაწილზე და თქვენ ახლა უსაფრთხოებას კონკრეტულად ჩვენ კონკრეტულად დღევანდელ უსაფრთხოების რეგლამენტზე მაგალითად საქართველოში რა კეთდება დღეს საქართველოს დაკვეთილი აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოების რეგლამენტი, რომელსაც ერთ-ერთმა ყველაზე აი კომპანიამ, რომელიც მინდოდა რომ შეესრულებია, აიპრესა არის ესეთი კომპანია ესპანურმა, რომელსაც შეასრულა და
გუშინ წინ დავწერე რეცენზია ამ პირველ რედაქციაზე და დავწერე რომ ეს არის საერთაშორისო რომელიც პროექტირების მშენებლობის ექსპლუატაციის ეტაპზე და მეტის კონსერვაციის და გამოყვანის ექსპლუატაციამდე იმ უსაფრთხოების რეგლამენტს აწესებს, რომელიც დღესდღეობით ასეთივეა განვითარებულ ქვეყნებში და ეს ძალიან კარგია, რომ ეს დოკუმენტი გვექნება. და კიდევ ერთი რამ, რაც ვთქვათ, პრობლემაა, როდესაც ყველა ეს პროექტი, ხო, აქ ინვესტორი ჩემოდის თავის თანხებს და ყველა ბანკი მონაწილეობს ამაში. ყველა საბანკო ინსტიტუტს აქვს ესეთი ფუნქციონალის აყვანილი და აუთსორსინგზე საინჟინრო კომპანია, რომელიც თქვია ლენდერ ინჟინერი, ხო, სასესხო ინჟინერი ესე. რომელიც ფუნქციონალი ყველგან თემსოფლიოში და დადგენილი ამ საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების არის, რომ მათ გააკონტროლონ ხარისხი პროექტირებიდან, იგივე გარემოს დაცვითი ხარისხი, იგივე თქვათ ყველა ეტაპზე მოხდენ და მათ თავიანთი კვარტალურად შეიძლება ყოველთვიურად წარადგინონ ეს ანგარიშები, როგორც სახელმწიფოს, როგორც ბანკებს და ასევე ინვესტორებს. ამიტომ ამ მხრივ ეს სისტემა შედგენილია და ეს მუშაობს ყველა პროექტზე. დღეს მაგალითად ჩვენ ქარის პროექტს ვახორციელებთ და არავინ არ თქვას, რომ ყველა ენერგეტიკულ პრობლემები აქვს საქართველოში. არც ერთი პროექტი არ ხორციელდება დიდი პრობლემების გარეშე. ჩვენ ესე იგი არ ვის ერთადერთი რაც განხორციელდა მე არ მახსოვს რომ გარემოს დამცველს ხმა მოიყოს, ეს არის გაზის გარემოს დამცველთან კამათის არ კამათო კომბინირებული ციკლის თვალსაჩინოს თუ ვაშენებთ, ხო? არასდროს მე არ ვინახია რომ რომელიმე გარემოს დამცველს ეთქვას რომ გაზის წვაც არის პრობლემა. მით უმეტეს იმპორტირებული ეს ეკონომიკური მასის ჩემელები ვისაუბრო რა. კი ბატონო. ამიტომ მაინც ჩვენ დაუბრუნდეთ აი ამ სტანდარტებს, სტანდარტებზე ჰიდროლოგიის კვლევა, საინჟინრო უსაფრთხოების კვლევები, სეისმოლოგიური კვლევები, გეოლოგიური და ასე შემდეგ. ამათი რო დავაჯამოთ თქვენ ნახავთ, ამათი ხარისხი არის გარანტირებული ესე უმაღლესი საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობით და ასევე სესხებლების კონტროლით. და კიდევ ერთი გასწრებული კომიტეტი ვახსენე, რომელიც შეუძლია სახელმწიფოს ყველა პროექტზე, რომელსაც თulis რომ სტრატეგიულია და ნებთული ყველა ეს პროექტი, ეს არის წყალსაცაველი პროექტი, ჰიდროკომუნიკაციის პროექტი, ეს არის სტრატეგიულია და შეუძლია და არის ამის მექანიზმი, რომ შეიქმნა საერთაშორისო სტეინგ კომიტეტი, რომელიც ანუ საერთაშორისო შეერთებასთან, მაგრამ ვინ უნდა იყოს იმ სტეინგ კომიტეტში, რა იმ პირობით, რა კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ მისი წევრობა. მათ შერჩევის მექანიზმი დაახლოებით ისეთია, როგორც რენდერ ინჟინერებს არჩევენ საერთაშორისო საფინანსო ისე 15 წლის მოღვაწეობა, გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა. მეცნიერები უნდა იყოს. ინჟინერი კონსულტანტები, გეოლოგი ხო, გეოლოგები, რომელსაც ბოლო 10 წელია, 15 წელია ანალოგიურ სამუშაოებში მიუღია, გამოქვეყნებულია პუბლიკაცია. ეს ჩამოწერილია ყველა ბანკს, როცა ირჩევს რენდერ ინჟინერს. სტირინგ კომიტეტსაც აქვს ესეთი, მე გეტყვი მაგალითად ენგურხეზე ვინ იქნა შერჩეული, ეს იყო შერჩეული იყო მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, ძალიან დიდი ინჟინერი ფრანგი, იყო მარტინ ვინლანდი, რომელსაც ვისაუბრე, რომელიც სეისმოლოგიაში არის ყველაზე დიდი სპეციალისტი ჩემი აზრით დღეს და იყო ანალოგიური ერთ-ერთი პროექტის ავტორი, რაც აი ენგურისთვის გვაინტერესებდა, ავსტრიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი. მათი შერჩევა განხორციელდა ესე, ჩატარდა შესაბამისად, შეთანხმდა ეს იბიარდისთან, ენგურთანაც იქ გაფართოებულ საბჭოზე ვისაუბრეთ და აი ესე მოხდა მათი შერჩევა. ძალიან სამწუხაროდ ახლა ყველა საკითხს ვერ ჩავუყურებთ, ერთი რამე დაზუსტება მინდოდა კიდევ მშენებლობის ხარისხის არსებობს სტანდარტები ფიდიკის მაგალითად საერთაშორისო. ამის გამოყენება თუ ხდება, მშენებლობის ფიდიკის ესების გამოყენება უნდა გითხრათ, რომ ყოველ შემთხვევაში მე რასაც და თითქმის ბევრ პროექტს ვიცნობ, ხო ყველას არა, მაგრამ
ფიდიკის გამოყენების წესები ხდება და ყველა ხელშეკრულება მშენებელთან ფორმდება დღეს ფიდიკის წესების მიხედვით. და შესაბამის ტრენინგები უკვე ანუ მშენებლის შერჩევა ეს კიდე ერთი ეტაპია, რომელსაც ასევე კონტროლს. თუმცა მე მაინც გეტყვით, რომ არის შემთხვევები, სადაც ყავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ყავს ძალიან ცნობილი კომპანია და არ არის გამორიცხული იქ რაღაც მაინც მოხდეს. და იქ უკვე შესაძლებელია ადამიანური ფაქტორის მაგრამ ალბათობა აი იმ რისკების, რასაც ჩვენ და ეს არ ეხება მარტო სამშობლოს, იქ გარემოს დამცველადანაც ანალოგიური. აი ნახსენები იყო ავსტრიაში იმდენი ჰიდროსადგური აშენებული და იმდენი შენდება ეს ჰიდროაკუმულაციური, რომ არ ვიცი და ჩვენ მარტო რაჯაზე პატარა ვალიდა კოსტას მაგალითი მომყავს იტალიის, სადაც გაცილებით მეტი ჰიდროსადგური აშენებული რაჯაზე პატარა რეგიონში, ვიდრე მთლიანად საქართველოში. ნუ ეგ მაგაზე კიდე იქნება საუბრის საშუალება. ეხლა ქალბატონობას მინდა ვკითხო, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც წამოჭრახდებოდა, ეს არის გამჭვირვალობის მოთხოვნა რა და პროტესტის მხრივ და ეხლა ბატონ დავითთან დაკავშირებით მინდა ეს კანონზომიერება ჩანს არ მარტო თითქოსებში, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში, რომ პროტესტი უფრო ადვილია, ვიდრე მუშაობა. ვიდრე წაკითხა ტექსტებს. ამიტომ ერთ-ერთი ალბათ ძირეული პრობლემა ეს არის, რომ მეტი მუშაობა გჭირდება იმისთვის, რომ მართლა წინ წავეციოთ რა და აი პროტესტის ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ აი გამჭვირვალობა არ არის ყველგან და არის ეჭვები, რომ აი ხო არ არის მაგალითად ინვესტორსა და მთავრობას შორის, ან სამინისტროს, ან კონკრეტულ ვიღაცას შორის რაღაცა ფარული შეთანხმება. მეორე მხარეს ეჭვებია, რომ გარემოს დამსვენები რამდენად არიან დაინტერესებული მარტო გარემოთი თუ რაღაც პირადი ინტერესებით. ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებითაც ის პროტესტი მარტო ის არის, რა ქვია, სუფთა მოქალაქეობრივი თუ იქ რაღაცა ასევე შეიძლება რაღაც დაინტერესება იყოს და პირდაპირ თქვა შეიძლება რაღაც მანიპულაციის საშუალებები იყოს და აი ამ თემატიკას როგორ შეიძლება რაღაცა მეტი გაყოლობა იყოს, იმიტომ რომ ეს არის კიდე ერთ-ერთი დაგმოვლებელი აი ამ ყველა ურთიერთობისა. კი ბატონო, ანუ შეხედეთ ენერგეტიკაში ზოგადად მე მეგონა რომ იურისტებს ქონდა ესეთი გამოთქმა რომ იურისტი სადაც არის სამი მოსაზრება არის თქო და მე მგონი გარემოს დამცველებშიც არანაკლები არის ჩემ დიდი პატრიოტიზმი გარემოს დამცველებს მე ძალიან გულშემატკივრობ გარემოს ანუ მე მგონი არ არსებობს ადამიანი სადაც გარემოზე არ ფიქრობდეს და ეს ჩვენი ყველას ვალი არის და ბუნებრივია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გავაგზავნებდი ბატონ დავითის შეეხო იმასაც რომ გავხსენითო კვლევებია და მე ძალიან კარგად მახსოვს ამ კვლევების გახსნა ყუთების ვერ გეტყვით რა რაოდენობა შემოდიოდა და მაგრამ სულ მეღიმებოდა იმაზე რომ ის ყუთი და ის კვლევა ჩემთვის იურისტისთვის არაფრის მთქმელი არ იყო. ანუ ბატონო დავითმა ძალიან სწორად აღნიშნა რომ ალბათ ჩემთვის რა აპრიორი ხელშეკრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ასევე იყო კომერციული საიდუმლოებით ასე ვთქვათ სტატუსი მინიჭებული რომელიც ასევე გაიხსნა. ის ხელშეკრულება სულ იმას ვამბობდი რომ აი ისიც კი ვინც დებატებში ღებულობდა მონაწილეობას არავის წაკითხული არ ქონდა. უბრალოდ გარკვეული ფრაზები ქონდა დამახსოვრებული, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, კომპლექსური არის. აქ მარტო იურისტის ცოდნა საკმარისი არ არის, წაიკითხო ენერგეტიკის ობიექტის მშენებლობაზე ხელშეკრულება, იმიტომ რომ მე ამას მაძლევდა ჩემი 10 წლიანი გამოცდილება სამინისტროში მუშაობის, რომ წარმოდგენა შემექმნა, რა თქმა უნდა, მე ვერ შევალ კამათში ენერგეტიკოსთან და ვერც გარემოს დამცველთან, მაგრამ გარკვეული მონახაზი და რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, მე ეს ვიცოდი. მიუხედავად
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ხელშეკრულების წაკითხვა ჩემთვისაც ძალიან რთული არის, იმიტომ რომ აუცილებლად მჭირდება როგორც გარემოსდამცველი, ისე ენერგეტიკოსი, რომ გარკვეული კითხვები რაც მაქვს, დავაზუსტო ნამდვილად ამას გულისხმობს თუ არა, და შესაძლებელია თუ არა ამისი, ხო? ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ იყო ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა ხელშეკრულებაზე დასკვნა, რაზეც უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ. ანუ ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტიურად განმარტა ხელშეკრულების თითოეული მუხლი რას გულისხმობდა. არავის ეკონომიკის განმარტებაზე იცით რა, მე მაინც მირჩევნია, რომ აი ესეთი საუბარი მაინც ჩავატაროთ დიალოგის რეჟიმში. სიამოვნებით. და ოღონდ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. კი ბატონო. სწორედ ამ მომზადებისთვის არის თქვა ჩვენი დღევანდელი საუბარი, რომ მე უკვე იმ ხალხთანაც მოახერხოთ გაგრძელება საუბრის და ამჯერად უბრალოდ აი ეს ეჭვები რომ აი ხო არ იყო ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებული იმით რომ არასწორი დასკვნა მიეცა ინვესტორის სასარგებლოდ. აი ეს ამაზე როგორ უნდა გავცეთ სისტემური პასუხი. ანუ რა ხელშეკრულებითი ის უნდა იყოს ჩადებული სისტემური გადაწყვეტები, რომ ესეთი ეჭვები მოიხსნას. შეხედეთ, არსებობს ანუ ხელშეკრულებაზე უნდა ვილაპარაკოთ იურისტებმა. ანუ ნუ რა თქმა უნდა ხა თქვენი ჩართულობით, ანუ გარემოსდამცველების, ენერგეტიკოსების ჩართულობით. ძალიან მარტივი ასე ვთქვათ მინიშნებები იყო ხელშეკრულებაზე, რაც ემყარებოდა მოქმედ კანონმდებლობას და რაც ანუ ხელშეკრულების მუხლის ორი წინადადება წაიკითხო და არ დაასრულო მუხლი არასწორი არის. ანუ ვერ მოქცევს ის მთელ სურათს, იმიტომ რომ მუხლი გულისხმობს შეიძლება რაღაცა იყოს, მაგრამ იმის გამონაკლისები არსებობს. ანუ მეც ბევრჯერ ჩემ უკეთე შენ ხელშეკრულება წაკითხო ის ხელშეკრულება რომ წავიკითხო ნახევარწელიწადი უნდა დავხარჯო და ვინც ამას მეკითხებოდა ხო გარანტირებული არის რომ ის ხელშეკრულების პროცენტის მიასეს ვერ აღიქობს. ანუ ეს ხო არ არის ის რომ ხელშეკრულების წავკითხავი ნამდვილად წავკითხავი უნდა იყოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ასევე ექნება კვალიფიკაცია, იმიტომ რომ მე თქვენ პრეტენზიასაც ვიზიარებ, რომ ის გარჩევა იმ ხელშეკრულების, რაც იყო გაკეთებული ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან, ჩემი აი ამდენი წლის მუშაობის გამოცდილებიდან ნამდვილად ვერ იყო კვალიფიციური. ანუ ნდობა კი ჰქონდა საზოგადოების, იმიტომ პროტესტის მონაწილეები, მაგრამ კვალიფიკაცია არ იყო შესაბამისი და ამიტომ აქ სისტემური გადაწყვეტა ხო არის, იქნებოდა ესეთი, რომ მოძიებულ იქნას, თქვათ, საზოგადოებისთვის სანდო, თუ არის შესაძლებელი ეს რომ უნდა გაკეთდეს, არ ვიცი, ვინც ამავე დროს იქნება შესაბამისი რანგის პროფესიონალი და შესაბამისად შეძლებს ამ ხელშეკრულების გარჩევას. და კიდე ერთი ფაქტორი, რომ ალბათ მეტი ახსნა განმარტებაა საჭირო, თუ რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება, რამდენად რთული კონსტრუქციაა და რომ მისი ერთი ნაწილის საკითხვა ნამდვილად არ ნიშნავს ხელშეკრულების გაგებას და ამოღებულად ცალკეული პირობის განხილვაც არ არის შესაძლებელი და სწორი, იმიტომ რომ მთლიანი ხელშეკრულება ეს არის კომპლექსი ერთიანი იმის. კარგით და მეორე მხარეს რომ თქვათ იქეთაც რომ იყოს რაღაცა რწმენა იმისი რომ იქაც არ არის იქაც საკმარისი დამჭირვალობა არის რა ვთქვათ ერთის მხრივ მთავრობის და ინვესტორის მხარეს, ხოლო მეორეს მხრივ ასევე პროტესტში რომ ასევე იყოს წმენა რომ მეორე მხრიდან ასევე არ იყოს ეჭვები რომ იქ მართლა გულწრფელი და სამართლიანი და ყველაფერი არის ესეც არის პრობლემა. მე ხა მგონია რომ ამის ამოხსნა ამ წუთში არ აქვს. არა თუ არა შეუძლია რაღაცას ამბობთ, იცით? ანუ ფაქტურად წარმოუდგენელ რაღაცა ხა თქვენ მე ვერ წარმომიდგენია სახელმწიფოსა და ინვესტორის შორის მოლაპარაკებების ეტაპზე, როდესაც ხელშეკრულებაზე მიდის, ასე ვთქვათ, თითოეულ მუხლზე ალბათ ძალიან სერიოზული მსჯელობები, მოწვეული იყოს კიდე დამატებით
გუნდი, რომელიც ამაზე იმუშავებდა. ანუ შეხედეთ, მე გარემოს დამცველებთან ვერ შევალ კამათში, რომ რეალურად ჰესის მშენებლობის დროს რა ზიანი ადგება გარემოს და კომპენსირების მექანიზმების ჩადების დროს. ბატონ კახას უნდა ენდოთ როგორც პროფესიონალს. რა თქმა უნდა, მე აპრიორი ვენდოდი. კი ბატონო, მაგრამ ის რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ასევე ბატონი კახა უნდა გენდოთ როგორც თქვენ პროფესიონალს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. ანუ ეს ხო, როგორ დავაჩინოთ ახლა? ყოველთვის იქნება იურისტი, ვინც იტყვის, რომ ამას მე უკეთესად გავაკეთებდი, ან ამ ფორმულირებას მე უკეთესად ეს ძალიან ინდივიდუალურია, ისევე როგორც გარემოს დამცველი ყოველთვის იტყვის, რომ მეტი ძალისხმევა დაჭირდება როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორს, რომ შევინარჩუნოთ ის გარემო, რაც ვთქვათ, დღეს ჩვენ საგანძურად გვაქვს. ანუ ჩემთვის ფიქრობ, რომ ყოველთვის იქნება რაღაცა გარკვეული ნაწილი მოსახლეობის, რომელიც თუ ერთ ჯგუფს ენდობა, იტყვის, რომ არა, ეს ჯგუფი არა, მოდი სხვა ჯგუფი შევქნათ, იმიტომ რომ ამან ის არ თქვა, მე რაც მინდოდა რომ ეთქვა. რთული პროცესი არის ბატონო მან ძალიან. ვფიქრობ, რომ უბრალოდ მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს. თვითონ აი ბატონ კახამ რაც თქვა, რომ ავსტრიაში 80-ზე მეტი ხო, ანუ ენერგეტიკული პროექტი და თვითონ ამ დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ვფიქრობ, რომ გამოვდიოდეთ, იმიტომ რომ გარემოზე ზემოქმედება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალი ხშირ შემთხვევაში ხოლმე, არ ვიცი ხა რამდენად სწორედ ვამბობ, ან რამდენად სწორად მაგ გააზრებული, რასაც ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტთან მიმართებაში მოსახლეობის დამოკიდებულება უნდა გამოდიოდეს მისი მნიშვნელობიდან. მისი ღირებულებიდან და საკმაოდ რთული ამოცანაა და ბატონ კახასთან ადრეს გულაპარაკია, ეს არის მდგრადი განვითარების ამოცანა. თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში ყველა ინტერესის, გარემოს სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების ერთმანეთთან დაბალანსება, აი ამის მიღწევა. ამაზე პასუხი მექნება, რომ დღეს რომ რთული ამოცანა ახსენე, ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილების ამოცანა. იდეალური არის სოციალური და ტექნიკური გადაწყვეტილება. ოპტიმუმზეა ლაპარაკი. როცა სიფრთხეები თანაკვეთაში არ გადადიან ერთმანეთთან, იქ ოპტიმუმს ვერ იყო. მაგაზე გექნებათ ბოლო დასკვნითი და მანამდე ბატონ კახასთან კიდევ ერთი შეკითხვა მექნება. აი მართლა არის ესეთი მოსაზრება, რომ აი მე დეველოპერებთან მილაპარაკია მაგალითად, რომ რაღაცა ფასკუნჯის ბუდე არის, რომლის გამოც ვერ მოხერხდა მაღალი, თქვათ, თბოლით ვარაშვაში ქარის იმის დაყენება, გადაეტანა სადაც აშკარად ბევრად უფრო დიდი ნაკლები ქარის საშუალება არის. ანუ პირდაპირ რაღაცა საზოგადოებრივი იქნება თუ რესურსი, ერთი ეს ფასკუნჯი და მისი ისა დადგა უფრო წინ, ვიდრე თქვათ ეკონომიკური სარგებელი უსაფრთხოების და ასე შემდეგ. აი ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ჩვენ პოლიტიკა, გარემოსდაცვითი პოლიტიკა ჩამოყალიბებული ისე, რომ ითვალისწინებდეს არა მარტო გარემოს დაცვის საჭიროებას ყველა შესაძლებლობით და მაქსიმუმზე, არამედ სწორედ აი ამ დაბალანსების და რა უნდა დავარწმუნოს იმაში, თქვათ, ვინც არა ვართ ამ თემაში ჩახებული რა, რომ იმ ფასკუნჯის ბუდის გამო ღირდა მაგალითად იმ ტურბინის გადატანა და ამითი დაკარგვა, რაღაცა გამომუშავების ხა ზუსტად რიცხვს ვერ ვეთქვით. რა აი როგორ ხდება და რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით? ბატონო, რა სიტუაცია სამი იურისტის ერთი იურისტი რო სამი აზრი. ხო, ალბათ ხლა ეგ არც ბიოლოგები ვაკლებთ, მაგრამ და ეკოლოგები ალბათ, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგი დისკუსია და ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელიც აქ ილიას უნივერსიტეტში თქვენთან გაიმართა, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა, აი ფასკუნჯის თემას.
და ექსპერტები იჯდნენ, მათ შორის არანაირი ენერგეტიკული თემები არ იყო საერთოდ დღის წესრიგში. უბრალოდ ადამიანები იჯდნენ, სპეციალისტები, სერიოზული სპეციალისტები, რაც ყავს საქართველოში ყოველ შემთხვევაში და არჩევდნენ, თქვათ, მაგ საკითხს, რა ისტორია იყო ამ თემის აყენება თუ არ იყო თემა და ისეთი ძალიან აქტიური დისკუსია გაიმართა მაგაზე, იყო ხალხი, რომელიც იცახდა, რომ ხო ეს მნიშვნელოვანია, ვიღაცები იცახდნენ, რომ არა, ეს ესე მნიშვნელოვანი არ არის. რის თქმა უნდა, რომ ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში არსებობს არათა სხვადასხვაობა. ეხლა სანამ მაგ კითხვაზე გიპასუხებ, მე მინდოდა მაინც კომენტარი მეთქვა, ვადმა დავეთმა აღნიშნა ეს შენიშვნების მოსვლა და ამ შეხვედრებზე მონაწილეობა. პირველი რაც თქვენ ძირფას კოლეგები უნდა გაითვალისწინოთ ის არის რომ როდესაც ესეთ შეხვედრებზე მონაწილეობთ თქვენ საქმე გაქვთ ეგრეთ წოდებული watchdog-ებთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომლებიც გარემოს დამცველები არიან მაგრამ ისინი როგორც წესი მათ აქვს თავისი დღის წესრიგი და ეს არის როგორც წესი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და გარკვეული ასე ვთქვათ პოზიციის დაცვა, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. იქ არ არის როგორც წესი ხშირად პროფესიონალი. არა, ბოდიშოთი ჩემი ბრალი არ თქვი, იქ იყო აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ვინც მოიყვანეს, ეს იყო უნივერსიტეტების შესაბამისი სხვადასხვა. მე გვარებით შემიძლია ჩამოყალიბო, დაახლოებით 45 პროფესორი ესწრებოდა. არ იყო ეს რომ მე მაგალითად რომელების ნაკლებად ვსაუბრობ, იმიტომ რომ არც ველოდებოდი რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რამეს დაწერდა იმ დასკვნებზე რა. ეს იყო ზუსტად მას 45 პროფესორი ესწრებოდა სამწუხაროდ ხო ქართული აკადემიური წრეების ჩვენი პრობლემებიც არის 45 პროფესორი მოგან ეს ჩვენთვის ის თვითონაც ესწრებოდა ბევრჯერ ამ თემაზე ვილაპარაკია რომ ერთადერთი რაღაცა დავწერე ანგარიში დავწერე ყოველ შემთხვევაში და წარვადგინე იმიტომ რომ ნუ დარჩა ერთადერთი არა ჩვენ მაგალითად ჩემი ორგანიზაცია ნაკრეს წარმოადგენდა ჯიპას ხო ამ ჩვენ გვაქვს პროფესიული დამოკიდებულება ჩვენ ვართ ბიომრავალფეროვნების ექსპერტები ჩვენ არა ვართ სეისმური თემის ექსპერტი და გეოლოგიაზე რამე მკითხოთ ხელს ავწევ და ვიტყვი რომ აზე არა ვარ ბოდიში ამ გამოთქვისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით ის 30 მეტრიანი ტალღა წარმოიქმნება თუ არ წარმოიქმნება დაინგრევა არ დაინგრევა არ ვიცი უბრალოდ მე ვერაფერს ვერ გეტყვით სამაგერად ვიცი იქ არსებულ ბუნებრივ ხაბატატს რა მოუვა და როდესაც ესეთ ტიპის დოკუმენტები იქნება ამ დოკუმენტებში ყოველთვის ჩვენ პროფესიულ პოზიციას ვაფიქსირებთ თუ ხედავთ ისეთ თემას რომელიც მნიშვნელოვანია ვაფიქსირებთ გარემოს ზემოქმედების შეფასების ეტაპზე გავლისას და აქ ამ თემას დავუბრუნდებით თქვენ ცნობთ ერთ მომენტსაც რომელიც ჩემი აზრით თქვენ სრულიად სამართლიანი დაღნიშნეთ და გაზის თემა როცა გენერაციას აღნიშნავთ საქმე რაშია ვარდნობით რომ როდესაც საქართველოში აი ეს ჩვენ შორის აზრის გასაგებია ჩემ აზრს მოგახსენე მე კლიმატის ცვლილების თემებში მეტნაკლებად ვერკვევი და აქედან გამომდინარე, როდესაც თბოსადგური შენდება, მაგალითად მე პრეტენზიებს არანაირ შენიშვნას არ გამოვგზავნ. იმიტომ ჯერ ერთი, როდესაც ჰიდროობიექტი შენდება, სერიოზული გავლენაა საქართველოს ბუნებაზე. როდესაც თბოსადგურზეა საუბარი და გვაქვს აი ბატონმა მურმანმა კარგად იცის, იმიტომ რომ ამაზე ბევრად ჩემზე კარგად ერგო ამ სფეროში. საქართველოს ემისიების 30% ემისი რაც 91 წელს ჰქონდა და გაიზრდება ახლა ეს 10% თუ არ გაიზრდება საბოლოო ჯამში დიდ პრობლემას ჩემთვის არ წარმოადგენს როგორც გარემოს დამცველისთვის საქართველოსთვის კონკრეტულად ხელი მოგიმართოთ რამდენიც გინდა თბოსადგურები ააშენეთ მაგაზე პრეტენზიებს ბევრს არ გამოგიგზავნოთ იმიტომ მაგალითად ბიომრავალფეროვნებას ან მინიმალურ ზიანს აყენებს ან საერთოდ არანაირ ზიანს არ აყენებს ну წყალს ეგ შეიძლება რაღაცა პრობლემა შეექმნას მაგრამ ისე რა ზოგადად და გაზეთში რომ დავუბრუნდეთ პროცედურის გამოსავალი რა არის ხო გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის სწორად და რაც მე საუბრობდით და აქ ისევ გავდივართ იმ საკითხზე რაც თქვენ საუბრობთ ხო აი ნახეთ როგორი სიტუაცია ჩემი პრაქტიკიდან ყოველ შემთხვევაში ესე იყო და სამწუხაროდ ნუ ეხლა თქვენს რა ეს მემორანდუმების პრაქტიკა უქმდებაო მაგრამ შტაბ-ბინა აქამდე ყოველ შემთხვევაში ესე იყო, რომ არსებობდა მემორანდუმების ფორმატით მიღებული გადაწყვეტილებების ძველი კასკადი, რომელიც ეხმებოდა ძველ მონაცემებს, საბჭოთა პერიოდში არსებულ მონაცემებს, მოდიოდა ინვესტორები მასეონებიან, ვებოდნენ, რომ აი აქ შეგიძლია გააკეთო ეს, მე ინვესტორთან ფორმდებოდა რაღაც წინასწარი
მემორანდუმი, რომელიც CED-ში ვითომ და სინამდვილეში არავის არაფერს არ ავალდებულებს, მაგრამ ინვესტორი საბოლოო ჯამში გადიოდა იმ პარამეტრებზე, რასაც სახელმწიფო თავიდანვე აპრიორი ეუბნება, რომ აქ შეიძლება აღაშენო მაგალითად 100 მეგავატიანი ჰესი ან 5 მეგავატიანი და ასე შემდეგ, ჩავდე პამდენს, ამოიღებ ამდენს და ამ მხრივ გადასარევი პირობებია საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს ეს სემეკი და ეს ბირჟას არ დაადგა საშუალება და ამუშავებას არ დაადგა საშუალება საბაზრო მექანიზმებით ბევრ რამეს შეცვლი და ჩემი წარმოდგენებით ყოველ შემთხვევაში და აი ამ დროს მე უკვე მიდის ინვესტორი და იწყებს გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის გავლას და გეზეშეს დოკუმენტი მორგებულია იმ მემორანდუმს, რომელიც აპრიორი წინასწარ ეტაპზე იყო, აი ესეც შევეძლება ჩემო და იმიტომ ხშირად მინახია დოკუმენტი, როდესაც მოდის გეზეშეს დოკუმენტი, 150 200 გვერდიანი დოკუმენტი, იქიდან 150 გვერდი აღწერილია, მაგალითად ჰიდრო ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობაზე იყო საუბარი, ლამის 120 გვერდი ეთმობოდა ჰაერის დაბინძურების თემას. გადავერია კაცო ჰიდროენერგეტიკა რა შუაშია ხაერი. კაი არ დამეზარა წავიკითხე ეს გავედი ბოლოში, მაგრამ ბოლოს იყო ერთი წინადადება, რომ გამომდინარე იქიდან რომ ჰიდროენერგეტიკული ობიექტია, ეს ყველაფერი არ არის მნიშვნელოვანი და არაფერი ზემოქმედება, აბა რატო წერ ამას ყველაფერს. დაიწერა ეს იმისთვის, მე ესეთი ეჭვი მაქვს, არც გამომძებელი ვარ, არც პროკურორი და ვერ ვიტყვი, მაგრამ დაიწერა იმისთვის, რომ ფორმალურად რაღაც გეზეშეს დოკუმენტი ყოფილიყო, დავდებულიყო სკელი დოკუმენტი და ვიღაცას ეთქვა, რომ აი გეზეშეს დოკუმენტი არის. აი ესეთი სიტუაცია, როდესაც იქნება, რა თქმა უნდა, ეს მერე ქმნის პრეტენზიებს. პრეტენზიები ყოველთვის არის ორივე მხრიდან, ეს შეიძლება იყოს არაპროფესიონალიზმი, იმიტომ რომ ეს საქართველოს უბედურებაა. სამწუხაროდ და თავად თქვა და გამართული გეზეშეს პროცედურის პირობებში გარემოს დაცვის ხარეს ყველაფერი დაბალანსებული. აი ისე დაუბრუნდები ბუდის ამბავს რა, ანუ აი გადაწყვეტილების მიღება კი ბატონო გეზეშე აღწერს რა ხდება, ხო და თუ სწორად დაიცავ გეზეშეს პროცედურას, იმენ სწორად უნდა აღწეროს გარემოზე ზემოქმედება და შესთავაზოს საკომპენსაციო ონიზებები. ეხლა გადაწყვეტილების მიღება არის რა კრიტერიუმებს ემსახურება, ამან აღწერა კი ბატონო. ეხლა როგორ შევაფასოთ? ისევ იგივე თემას განვითარების აქ არის პროფესიონალიზმი საჭირო, ისევ არის პროფესიონალიზმი, როდესაც იგივე გარემოს დაცვის სამინისტროში ეხლა იქ ისინი არზიან, ხო, ციცერონები ყველაფერი გააკვირონ, იქაც ჭირდებათ ექსპერტი, რომელიც წაიკითხავს გეზეშეს დოკუმენტს და იტყვის, რომ ხო ეს კარგია, ეს ცუდია, ეს სწორია, ეს არასწორია, ამაში ვეთანხმები, ამაში არ ვეთანხმები. და ამის პრობლემაა ზოგადად საქართველოში, ეს ზოგადად პრობლემატური თემაა. ჩემი მართულებით შემიძლია თამამად გითხრათ, რომ სერიოზული პრობლემაა. აი, თუნდაც იგივე ჰაბიტატის დირექტივის, ფრინველების დირექტივის მოთხოვნები, როგორ უნდა იქნეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული სახელმძღვანელოებიც 2 წლის წინ გაკეთდა, მეც უყავ მათ შორის ჩართული ჰიდროენერგეტიკის სფეროში რა, აი გარემოს დაცვითი საკითხები როგორ უნდა იქნეს აღწერილი, ბიომრავალფეროვნების საკითხები როგორ უნდა გამოქვეყნებულია, დაბეჭდილია. ეს დოკუმენტები არსებობს, მაგრამ საჭიროა პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ეს სწორედ გააკეთო და ამ სფეროში საქართველოში არის შეიძლება 5-6 ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცა ჭკვიანური ამ თემაზე ამ გითხრას, ან საწინააღმდეგო დაწეროს, ან ზოგადად ეს პრობლემატური თემაა, ეს თქმა უნდა, ხვდებით? და როდესაც გეზეშეს პროცედურა არის ხშირად ფორმალურად გაკეთებული, ეს უკვე კვადრატში და კუბში არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აი ჰიდროენერგეტიკული ჰესების 80%-ს გაჩერებული აქვს გარემოს დამცველებს. ვაფერ გარემოს დამცველებს არ აქვს გაჩერებული ბატონო. არც ერთი ის ობიექტი ჩვენ გაჩერებული არ არის. 1-2-ის გაკეთებული. უმეტესობა არის ფორმალურად გაჭედილი სამინისტროში. რაღაც ქაღალდია შესავსები მისატანი, რაღაც დოკუმენტს თხოვს სამინისტრო, რომელიც ფორმალურად კანონში უნდა იქნეს გაკეთებული, რაღაც მართვის გეგმა, რაღაც აღწერილობა, რაღაც დამატებითი კვლევა, რომელიც თხოვს, ესენი აკეთდება
დრო არისება და ამის გამო ესებზე ლაპარაკი. ხო, კი ბატონო, პლუს აქ ისევ ის მომენტია ეს ჩემი ესეთი აღქმა ამ პროცესის, რომ აი მემორანდუმებიდან გამომდინარე ინვესტორს ერთი მოლოდინი ჰქონდა, მე რეალურად იქ სხვა რამეს წააწყდა იქ საზოგადოების ჩართულობის ხარისხი მაღალი იყო, პროტესტი იყო და გადაწყვიტა აღარ გაეკეთებინა, მე რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ინვესტორს უთქვია, მოდი რა რამე დამიწერე, რომ აღარ მინდა ამის გაკეთება. და შეიტანე სამინისტროში, რომ დამანებონ თავი აღარ მინდა. აი ესეთ სიტუაციებიც კი მქონია. და ბოლოს ამით დავასრულებ, თუ შეიძლება ეს პროცესები ჩვენ რო თავიდანვე ავირიდოთ თავი, პრობლემებია თქვენაც თქვით. საზოგადოების ჩართულობა თავიდანვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ თუ საზოგადოებას თავიდანვე ჩავთავთ, ვიღაცა თუ ესაუბრება საზოგადოებას აუხსნის, ჩვენ რატომღაც ვთვლით, რომ საზოგადოებას არ ესმის ეს ყველაფერი. სანამ სახელმწიფო მიიღებს ამა თუ იმ სფეროში გადაწყვეტილებას, მოდი ხალხს დაველაპარაკოთ, აუხსნათ, რაჭის მოსახლეობა იქნება, სვანეთის მოსახლეობა იქნება, პეტრე იქნება, პავლე რო. აი მოდი აქ უნდა ეს ავაშენოთ, აი იქნება ეს სიკეთე, თქვენ გექნებათ გზა, სკოლა, შემოსავალი ადგილობრივ ხელისუფლებას, თქვა კონების გადასახადით თუ რაღაცით ეს და თქვენ რას ფიქრობთ? თუ მოსახლეობისგან მოდის დადებითი განწყობა, მე გართუნებთ უფრო რბილად წავა ეს პროცესი. გასაგებია. და როდესაც ეს მოსახლეობასთან ახლა ეგ არა მარტო ხესებზეა, ბატონო. აი ახლა ამას წინათ იყო დაცული ტერიტორია, ხო კარგია თითქოს ეროვნული პარკი იქნება, ნაკრძალი იქნება, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უნდა უჭერდეს ამ იდეას, ხო ტურიზმი განვითარება 1000 პლუს იდეა. პროტესტი რატო? იმიტომ რომ თბილისიდან ჩადის ჩინოვნიკი, მიდის ადგილზე და ეუბნება და სახელმწიფო ჩვენ ესე გადავწყვეტეთ, რომ აქ უნდა იყოს ნაკრძალი და იქ უკვე ადამიანი აღიქვავს ესე, რომ აქ უკვე ხის მოჭრა აღარ შეიძლება, იქ ძროხა აღარ შეიძლება შევიდეს მოძოს, არ მინდა. ხო? პროტესტი ჩდება და იგივეა ჰიდროენერგეტიკაზე, იგივეა ყველაფერზე, როდესაც ჩვენ მიდიხარ და ეუბნები, რომ ჩვენ უკვე გადავწყვეტეთ ეს ყველაფერი. ერთი პრობლემა, რაზეც ვაპირებდი, მაგრამ თქვენ წარმოიწყოთ, ეს მოსახლეობის ჩართულობა ვერ იქნება სრულად კვალიფიციური, იმდენად ბევრი ტექნიკური, იურიდიული გარემოსდაცვით. ანუ ამ მოსახლეობის ინტერესს კიდევ გამეორდები, უნდა ყავდეს რაღაც საექსპერტო უზრუნველყოფა. და მე თუ მკითხავთ, ეს უნდა იყოს თავზე აკადემიურმა საზოგადოებამ, რომელიც უნდა მუშაობდეს, უნივერსიტეტები უნდა მუშაობდეს ქვეყნის პრობლემაზე, რომელიც არის მულტიდისციპლინარული პრობლემები, რომლებსაც ევალებათ არა რომელიღაც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, არამედ მანამდე უნდა გააკეთონ აი საუბრები თუნდაც ასეთი და გადაწყვეტა რეკომენდაციები, რომ როგორ მოხდეს მრავალდისციპლინური ამოცანების გადაწყვეტა, ისე რომ სხვადასხვა სფეროს ინტერესები იყოს ერთმანეთთან შეხამებული და რა პროცესებით უნდა მოხდეს ეს. აქ იგივე ეს კვლევები არ უნდა კეთდებოდეს, შეიძლება მაინც და მაინც კონკრეტულად იმ მომენტში იმ პროექტისთვის, არამედ წინასწარ უნდა იყოს გაკეთებული ქვეყნის პრიორიტეტები რა არის, უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, მათ შორის უსაფრთხოების, მათ შორის ეკონომიკური განვითარების და ასე შემდეგ, რაზეც მერე შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ჩართულობის დაყრდნობა უკვე რა, როგორც ობიექტურად სამეცნიერო პროცესში შექმნილი საფუძველისა, რაზეც უნდა დაეღოს. მოდით სამწუხაროდ ჩვენ დრო არ აქვს, შევუზღუდავი და ბოლო სიტყვას მაშინ გთხოვთ გავიზიაროთ, აი ამ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე თქვენი იმით გამოცდილებიდან და თქვენი მუშაობიდან გამომდინარე, მაინც რას გვიჩვენებთ. შემდეგი ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ ჩეხიდან და გავხსნათ არა პროტესტის და დაპირისპირების, არამედ მუშაობის და განვითარების გზები. ბატონო, თქვენ დავწერთ. ყოველ შემთხვევაში მე კიდევ მცირე ხესებზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ამ ბოლო დროს უკვე მეორე ბატონი ბრძანდებით გარემოს დაცვისგან, ვისგან დავიგე, რომ იქნება დიდი კაშხლიანი ხესი აგვეშენები ამდენ მცირე ხესებსო და შორის ზონათა მოძრაობაც დააფიქსირა ჩემთან საუბარში ესეთი აზრი და მონებროვია, რომ მეც ამას ვეპყრობი, იმიტომ რომ
ყველაზე მეტად რაც გჭირდება ეს არის და თუ შეადარებ რომ ჩემი მცირე ხესი დაახლოებით 7 კილომეტრზე მუშაობ 7 კილომეტრზე მე 700 მეგავატს მიღებ უпроსოროდ 4.5 კილომეტრზე ხუთონს და ასე შემდეგ. ამიტომ ამაში ეთახმები. სწორედ მე ვფიქრობ დღეს რომ სახელმწიფომ თქვა და არ ვთქვი ალბათ ბოლომდე თუ როგორც მე გავიგე რომ თვითონ იწყებს საუბარს და თვითონ იწყებს პროექტის განხორციელებას. ეს არ ნიშნავს რომ შემდეგ ინვესტორს. მე ვფიქრობ მოდელი რომ მე სოციალური მოსახლეობასთან ურთიერთობა მოვაგვარო სახელმწიფოს სახელით და ასევე რაც გარკვეული აი ეს გარემოს დაცვითი რეალური და მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე რაღაც ოპტიმალური გადაწყვეტილება მოძებნო იგივე მოსახლეობის ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის მიხედვით თქვათ მუდმივად იტალიას ვახდენ მაგრამ იქა გარკვეული პროცენტი რომელიც მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში ის ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და ესეთი რამე აქედან მგონია რომ აი ესე დაწყება პროექტი შეიძლება იმიტომ რომ რა ვიცი მე მოგეხსენება ხუდონშიც ვიყავი თითქმის ყველა დიდ პროექტში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცნობ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იმ პრობლემებს რაც ქართულ ენერგეტიკას და ის რომ ეს პროექტები განსახორციელებელია მდგრადი განვითარების პრინციპებით გამომდინარე აქ ორი აზრი არა ხშირად მე უფრო დიდი გარემოს დამცველი ვარ ვიდრე რაც ზოგიერთი გარემოს დამცველი მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთდეს ესე და ვფიქრობ რომ აუცილებლობა რა ვიცი ჩვენ მივალთ იმამდე რომ ეს სადგურები რომელიც ჩამოთვალე წყალსაცავი ჰიდროელექტროენერგია ამ ქვეყნის ენერგეტიკას ჭირდება იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უმართავი არა დისპეჩერიზებადი არა მართვადი ენერგოსისტემა გვექნება და ვიქნები ძალიან იმიტომ რომ ის კაბელი რომელიც ყველაზე გვიხარია და მივაშენე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია საქართველოს არა მარტო ენერგეტიკის ისტორიაში თავისი ფუნქციონალით და მომავლით მოითხოვს ტექნოლოგიურ ახალ ნახტომს ქართულ ენერგეტიკაში და ეს ნახტომი ვერ განხორციელდება თუ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები ჩავარდა. ღმერთის განგვაგოძებული ეს საშუალება რომ აი რამდენიმე ესეთი სადგური ავაშენოთ რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ენერგოსისტემის უსაფრთხოებას, საიმედოობას და გაცილებით ერთი თავით, ერთი რიგით უფრო მაღალ ტექნოლოგიურ სიმაღლეზე გადასვლას. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ყველა ღონე უნდა ვეხმაროთ, ყველა ენერგეტიკოსებმა, იურისტებმა, გარემოს დამცველებმა, რომ აი ესეთი ოპტიმალური გადაწყვეტა ვიპოვოთ და თანაკვეთაში იყოს. უფასო საუზმე სოფლიოში არ არსებობს. ამიტომ გარკვეული თუმცა ფასი უნდა ვიცოდეთ და ოპტიმალურად უფასო უნდა იყოს ის ჩვენი საუზმე. ბატონო, მადლობა. თავრობის გადაწყვეტილება რაც თქვენ ახსენეთ, ცოტა ესეთი მკაცრად არის გაშლილებული. ხო, მე როგორც გავიგე და შეიძლება ცოტა ეწინააღმდეგებოდეს იმ მდგრადი განვითარების პრინციპს, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს კვალიფიციური და სწორი აზრის გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს დათქმული არც ერთი, ოღონდ უნდა იყოს კვალიფიციური და მწვერველი ეს აზრი. ერთ წინადადებით ვიტყვი უბრალოდ ბატონ კახას მემორანდუმებზე, ოღონდ სამართლებრივი კუთხით ახლა იქ რეკომენდაცია მოიმკა მას დასკვნებთან დაკავშირებით მემორანდუმს თავისი დანიშნულება ჰქონდა და ცუდი არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაგას პირადად გეტყვით რომ არ იყო ეს ცუდი მემორანდუმების ნაწილი, თუმცა რაღაც პრობლემებიც არსებობს. უბრალოდ გარემოს დაცვითი, როდესაც გეზეშეზე არის ლაპარაკი, არ უნდა მოერგოს გეზეშე მემორანდუმის ნამდვილად, წინარე კვლევაზე ხო არ გეშლებათ თქო, მაგრამ მაგას მოგვიანებით ჩემთვის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ერთმანეთის ტოლია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა სრულყოფილად დამოუკიდებელი ენერგოუსაფრთხოების გარეშე ვერ იქნება.
როდესაც ვსაუბრობთ დღეს დიდ ჰესებზე, სულ წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა რო არ იყოს ენგურ ჰესი და რა იქნებოდა 2026 წლის ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ შედიოდეს ნამახვანი ექსპლუატაციაში. ამას რომ ვიაზრებ, ფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანი თუ დაფიქრდება რამდენად შესაძლებელია ამ ქვეყნის წინ წაწევა მსგავსი ენერგეტიკული პროექტების თვალსაზრისით, შემდეგ უკვე შეიძლება დავცეთ და ვილაპარაკოთ რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროექტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, მაგრამ მე მახსოვს მსოფლიო ბანკის ექსპერტის კომენტარი, რომ ეს არის ქვეყნის წინაშე დანაშაული, ქვეყანას ჰქონდეს პოტენციალი, ჰქონდეს ენგური და ნამახვანი და ქვეყანა ამისთვის უკიდურეს ძალისხმევას არ აკეთებდესო. ამიტომ მე მართლა მყარად ვჯერა რა, რომ დავეთე მაინც პოზიციის დაფიქსირებით ჩემთვის ხომ აი ამ პოზიციის ასე ვთქვათ სანდოობის გასაზრდელად ალბათ ძალიან აქტიური ადგილობრივი, ჩემთვის მაგალითად მაინც გადამწყვეტი ადგილობრივი ხელისუფლება არის მუნიციპალიტეტი, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ის არის მოსახლეობასთან. მას აქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღიურ ასე ვთქვათ მოსახლეობის ჩართულობით ასწავლოს ხელისუფლებას რა და როგორ უნდა ელაპარაკოს მოსახლეობას და რა უნდა იყოს ის შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოსახლეობა იყოს ამაზე თანახმა და მოსახლეობა იყოს ამ პროექტებში თავად ჩართული, აი რა იქნებოდა ამ პროექტის განხორციელების ძირითადი შესაძლებლობა. ამისთვის ვფიქრობ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო როლი და ვისურვებდი ძლიერ მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა თვითონ გაიაზრებენ მათ ინფორმაციას. პირველ რიგში თვითონ მოლაპარაკება ისე, რომ ადგილობრივი თემის ინტერესები იყოს უმოკლეს. ისინი არის ყოველდღიურ რეჟიმში მათთან ურთიერთობაში და ვფიქრობ, რომ მათგან უნდა წამოვიდეს ეს ბატონო გახარ. ხო, რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ გარემოზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამაზე, მე მგონი დიდი აზრთა სხვაობა არ არის, რომ გვაქვს ძალიან სერიოზული ზემოქმედება და როდესაც არჩევანია ცუცად არიან ცუც შორის, ხა დიდი ხესი მეც ისე არ მინდა გავიგოთ, რომ დიდი ფანატი ვარ დიდი ხესების, მაგრამ როდესაც თუ ერთი სადგური versus 100 მცირე სადგური, რომელიც კიდევ არ საკეთებს, ხო, შეიძლება ესეთ სიტუაციაში ხო გამოსავალია. არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ენერგეტიკოსი არა ვარ, მე ვერ დავაწყებ დავას იმაზე, რომ ნამახვანი საჭიროა, არ არის საჭირო. ხა საქართველოს ენერგობალანსს უყურებთ დღევანდელი მდგომარეობით 2019 წლის მოხმარება გვაქვს და რა ვიცი, რა საჭიროა, არ ვიცი, მე პრეტენზია არ მაქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისტორია. არ ვიცი, მე ვერ მაგრამ თუ 2021 წელს გუშინ უყურებდი ზუსტად მაინტერესებდა რა 13000 გიგავატ ხო გიგავატ საათია 2021 წელს ესე დავის რა ზემოთქვამთ არ ვიცი ხა შეიძლება მე მაგაში სრულად გეთანხმებით რომ რაც უფრო ეკონომიკურად გამდიდრდება ქვეყანა მოხმარება გაიზრდება ამათ ორი აზრი არ არსებობს ესე იქნება პირველი წელი ბოდიშურტი რეპლიკასა წელს იყო პირველი წელი როცა ზაფხულის პიკი გაუთავდა და მთელი საქართველოს ქართული ენერგეტიკის ისტორიის მანძილზე ზამთრის პიკს. აქედან გამომდინარე, კონდიციონერების თუ ეხლა ეს გაიზრდება და გაიზრდება ტურისტული. ცხადია. აქედან გამომდინარე და კიდე ახალი ტექნოლოგიები ეხლა ელემენტარულად Google-ის საძიებო სისტემა და ChatGPT 10-ჯერ მეტ ენერგიას იღებს. ამიტომ ჩვენ აქეთ მივდივართ. გეცახმებით ხო, ნუ ეს რო ნახოთ სტატისტიკა საშუალო ამერიკელი, საშუალო დასავლეთ ევროპელი, აღმოსავლეთ ევროპელი რას იყენებს? საშინაო მდგომარეობა. რო რა თქმა უნდა თუ გამდიდრდება ქვეყანა, თვალშორის ძალიან სასაცილოა ხოლმე ბატონობა, როცა ჩვენი ხელისუფლება საუბრობს წვანი განვითარებაზე, კონცეფციაში.
მწვანე განვითარება კარგად წაიკითხონ იქ რას ნიშნავს. პირველ რიგში ეს ნიშნავს უარესთქმას ეკონომიკურ გზაზე. და ცოტა თხილათი ხარ რომ ეს ტერმინი დააბრაყურებენ მარჯვენა მარცხნივ ესეთ რაღაცებს და მე რის თქმა უნდა საბოლოოდ პროცედურები სწორედ გავლა გარემოს ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული გარემოს შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ეს არის სწორი გზა და ფორმალისტური მიდგომებზე უარესთქმა. თუ ფორმალისტურ მოდგომას ჩვენ აი დოკუმენტი გზადდება იმისთვის რომ დოკუმენტი იყოს ეს მიდგომა აი სამწუხაროდ ხშირად იყო აი ენერგეტიკის განვითარების პროგრამა რო აიღოთ იგივე ECP ეს 50 გვერდიანი დოკუმენტი არის მინდა წაიკითხო საერთოდ ეს დოკუმენტები მე არ ვკითხო ხო აი მე მომიწია წაკითხვა და დამჭირდა 2 თვე ჯდომა და ამის გაანალიზება რაზეა საუბარი და რაღაცა ცოტა გასაგებად უნდა წარმოვადგენ. მე იმედი მქონდა რომ რაღაცა ითქაოდა რა გზით მივდივარ. ჰიდროენერგეტიკა გჭირდება, ატომური ენერგეტიკა გჭირდება, მზეიქარი გჭირდება, რაღაც სადღაც ხომ ეწეროს და ამ ლოგიკაში განვითარება და პლუს იმის აღქმა რომ თუ გვინდა ცივილური გზით სიარული, ევროპული გზით სიარული, ესეთი გადაწყვეტილებების სწრაფად სამწუხაროდ ვერ მიიღება. ვერ მიიღება მიშა სტილში რომ აი დილით გაიღვიძა სახელმწიფოს დააბრაყუნა და ზებობა ეს უნდა იდგეს. ესე არ გამოვა. საზოგადოებასთან მუშაობას დრო უნდა, გარემოს დამცველებთან მუშაობას დრო უნდა, ინვესტორთან მუშაობას დრო უნდა, პროექტზე მუშაობას დრო უნდა, ევროპაში საშუალოდ შეიძლება 25 წელი წავიდეს ამას. მესმის ეს რთული პროცესია, მაგრამ თუ გვინდა გარემოს დაცვა და არ მივიღოთ ის სიტუაცია, რაც ევროპაშია, იაპონიის მაგალითად ორი სახეობის ტყეები. იაპონიაში ევროპაში 7-ია. რატო? იმიტომ რომ იქ უკვე მეორეული, მესამეული ხელოვნური ტყეები ადამიანებმა აი ამ მთელი თავისი ურბანული ეკონომიკური განვითარებით მთლიანად მოდიფიცირება გააკეთეს ბუნებას. და ის აღარ არის ბუნება აღარ არის, ველური სახეობა აღარ არის. ჩემი კოლეგები რომ ჩამოდიან ევროპიდან, პირველი რაც უკვე რამდენი წერილი გიყავთ თქვენ. აი ჯიხვი და ეს კი არ აინტერესებთ იქ ლეოპარდი დარბის თუ არა. წერილიც რო ხედავენ ის უკვე რამდენი წელი დაფრინავს, იმიტომ რომ იმდენად მოდიფიცირებულია ესეთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ბუნებრივი ჰაბიტატები, იმდენად შეცვლილია, რომ იქ უკვე ველური ბუნების ადგილი არსად აღარ არის. აი ეს შედეგი რო არ მივიღოთ, შეიძლება ეს შედეგი მივიღოთ ძალიან ადვილად, თუ წავალთ ჩვეულებრივი სტანდარტული გზით. მაშინ ავიაროთ აი მდგრადი განვითარების კოეფიციენტი, რომელიც თული სასიარულო გზა არის, არ არის მარტო. მადლობა დიდი. ბატონო გახავთ ძალიან ხალხოვნად და კარგად დაგვიხატა ის ფასეულობა, რაც ჩვენ გვაქვს თურმე მე არ ვიცოდი ის სახეობების მრავალფეროვნება და ასე შემდეგ და რაც აუცილებლად დასაფასებელია და დასაფიქრებელია ენერგეტიკოსებმა ასევე კარგად ახსნეს ის საჭიროება, რომელიც ქვეყანას უდგას ეკონომიკური განვითარება. არ გულაპარაკია უსაფრთხოებაზე, თუმცა მაგამ ახსენა გარკვეულწილად. ეხლა ეს ყველაფერი როგორ უნდა შევახამოთ, მოდით მეც პატარა უფლებას ავღოდებ და ერთ ჩემ იმასაც ვიტყვი მოსაზრებას, რომ აქ კიდევ ერთხელ გავიმეორდები და აკადემიურმა საზოგადოებამ უნდა იყოს წამყვანი ერთი და უნდა აიღოს კვალიფიციური, მიუკერძოებელი და სიღრმისეული კვლევებით, ხარისხიანი მუშაობით და უნდა ამითი დაიმკვიდროს ის ადგილი, რაც მას ეკუთვნის რეალურად თავისი მულტიდისციპლინარული კვლევებით, რომელიც აუცილებელია, იმიტომ ქვეყნის ყველა ამოცანა არის მრავალდისციპლინური და აი აქ უნივერსიტეტში შეიძლება ამ უნივერსიტეტში, სხვა უნივერსიტეტებში უნდა ხორციელდებოდეს აი ისეთი საქმიანობა, რომელიც შექმნის საფუძველს იმ შეთანხმებისთვის, რაც ჩვენ გვხვდება, მათ შორის პოლიტიკაზე, მათ შორის გარემოზე, მათ შორის ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ეს ჩვენი ესეთი პირველი შეხვედრა იყო. იმედი გვექნება, რომ მომავალშიც გვექნება თქვენთან საუბრის საშუალება, ამ ფორმატით, სხვა ფორმატით ამას ვნახავთ. და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენი საუბარი მცირე წვლილს მაინც შეიტანს იმ ამოცანის გადაწყვეტაში, რომ ქვეყნის მდგრად განვითარებას დაეხმაროს. მადლობა.